ძალიან სასიამოვნო თქვენი სტუმრობა მიხარია. მიუხედავად იმისა, რომ აი წელან ვამბობდით, რომ რაღაც ირგვლივ გრძელდება საგიჟეთი და ბოლო არ უჩანს, ანუ უფრო და უფრო გვიტევენ ყველა მხრიდან თვითონ სიტუაციით, გვიტევენ იმ კუთხით, რომ აი ეს თემატური საგნობრივი საუბრები, მსჯელობები, დებატები თითქოს არაადეკვატური ჩანს რა, თითქოს რაღაცა ისეთ მიმდინარე საკითხებზე იმდენად რაღაცა ფორსირებული რაღაც ზეწოლაა, რომ რაღაცანაირად ვერც გულს უდებ და ვერც რაღაც ფიქრობ, რომ რამდენად აქვს მართლა საერთოდ აზრი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვთილობთ, აი თქვათ წინა პოდკასტი გქონდა სწორედ აი რაღაცა უფლებავალდებულებებზე, როგორ ადამიანის ბუნებაზე და რაღაცა როგორ უყურებთ აი ამ საკითხს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. მაგრამ სისტემატური კუთხით იმ თემაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც თემაზე სასაუბრო დღეს შევიკრიბეთ, არ მგონია რაიმე ამაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს და თვითონ თუ გვინდა რომ ქვეყანაში რაიმე გამოსწორდეს, გასაღები სწორედ აქ არის, თუ რას უშვებით სასამართლოს. ისე არ გამოვიდეს, რომ რაღაც დათვის ტყავს ვინაწილებთ, რას უშვებით, თქვათ ესეთი ნათქვამია, მაგრამ ზოგადად ხო, რა ეშველება, რა გამოსავალია, რა სისტემური რაღაც ცვლილებები ან რეფორმა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ ხელშესახები, რომ აი გამოსწორდეს ის პრობლემა, რასაც ქვია სასამართლოში პრობლემა კი არა, მთლიანად სასამართლოს სისტემა არის ძალიან დიდი პრობლემა. აი ამ საკითხზე მე მგონი ძალიან კარგი ხალხი ხართ, მოგეკითხებათ აზრი, ვისაც შეიძლება, მე პირადად არ ვიცი. მართლა არ ვიცი, გარდა ზედაპირული რაღაცა ისეთი პოსტულატებისა, ან რაღაცა აზრისა, ესეთი ფუნდამენტური რაღაცა ცოდნა, რომ აი ეს არის გამოსავალი ცალსახად, არ ვიცი, თქვათ ისეთი რაღაც ცივილური გამოსავალი, რაც არის თითქოს ის ეფექტიანი არ იქნება, რაც ეფექტიანი არ იქნება, მაშინ საერთოდ ცვლილებაზე როგორ შეიძლება საუბარი იყოს და ასე შემდეგ. მოკლედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღეს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მადლობა. და მე არ ვიცი თქვენ თვითონ უფრო დეტალურად რაში განსხვავდება თქვენი აზრი, თქვათ აი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზეც მივალთ, ზოგადად რომ მითხრათ თქვენი აზრი, თქვათ თუ მიგაჩნიათ, რომ ეს არის მთავარი პრობლემა ქვეყანაში, ან რას ფიქრობთ მოკლედ ამასთან დაკავშირებით. ხო, კი ბატონო, არ ვიცი დათოზე რამდენად უნდა ვლაპარაკობდი ამაზე, ზეგანაც თქვი დათოს წიგნები აქვს ამ სასამართლოს პრობლემაზე დაწერილი, მე არ მგონია რომ რაცა ჯერ არ მოკლული დათვის ტყავის გაყოფა არის სასამართლოზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, როცა შესაძლებლობა იქნება სასამართლოს რეფორმირების, იმიტომ რომ გვაქვს მაგის გამოცდილება წინა ხელისუფლებებმა, არა მხოლოდ ერთმა, როცა შეეძლოთ რომ რაღაც არსებითად შეეცვალოთ, არ იცოდნენ რა იყო გასაკეთებელი, შეეშალათ და მივიღეთ ის სიტუაცია, რომელიც ახლა გვაქვს შეეშალათ თუ განზრახ გააკეთეს, ეს კიდე ცალკე სათქმელია, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაშიც კი მათ არ იცოდნენ, როგორ უნდა აეშენებინათ კარგი სასამართლო და მე მგონია რომ სასამართლო რომ იყოს წესიერი, ესე ვთქვათ რა, ჩვენ ავტორიტარიზმის იმ სისტემაში ვერ ვიქნებოდით ახლა, როგორშიც ვართ. მაგის მაგალითი, მე მგონია რომ არის პოლონეთი, რომლის სასამართლო სისტემის რაღაც ბოლომდე დაპატრონება მაინც ვერ შეძლო, იქაურმა რაღაც ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილმა ხელისუფლებამ მაშინ და პოლონეთის მოსახლეობამ შეძლო და რაღაცნაირად აიცილა ის ნეგატიური შედეგები, რაც ის გვერდით უნგრეთში ვერ მოახერხეს, ან იმედია საბოლოოდ მოახერხებენ და რაც კიდევ უფრო აღმოსავლეთით სხვა ქვეყნებს უფრო აქვთ. სასამართლო არის საკვანძო ყველა პრობლემისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში გვაქვს საერთოდ. სასამართლო შეუძლია ყველაფრის შეკავება, ამიტომ სასამართლო არის კი. ურომლისოდაც არ გამოვა, ანუ სასამართლოს გარშე არ გამოვა, სასამართლო თუ არ ქონა წესიერი, ესე რომ ვთქვათ, რაც არ უნდა კარგი სისტემა ააშენო, რაც არ უნდა კარგი კანონები დაწერო, რაც არ უნდა კარგი აღმასრულებელი ყავდეს, მოსამართლეს აქვს უზღვავი ძალაუფლება ხელში, ანუ არა შემოუბოჭველი, არა უკონტროლო, არა ულიმიტო, მაგრამ უზღვავი ძალიან ბევრი მოსამართლეს შეუძლია 150 პარლამენტარის გადაწყვეტილება გააუქმოს, მოსამართლეს შეუძლია არჩეული მთელი მოსახლეობის გამოხატველი ნების
გაუქმება მთლიანად. ამიტომ მოსამართლეებს როგორ ვარჩევთ განსაკუთრებით უზენაესი იქნება საკონსტიტუციო თუ რაღაცა ზედა ინსტანციები, ხო? უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ეს რამხელა ძალაუფლებას ვანიჭებთ მათ, როგორ შეგვიძლია მათი დისციპლინირება. ეს ყველაფერი წყვეტს იმას, ეს ხალხი მოსამართლეები არიან ელიტა, ერთგვარი, რომელსაც შეუძლია როგორც რუმინეთში მოხდა მაგალითად ეხლა რომ გადაარჩინონ ქვეყანა კონსტიტუციური თუ სხვა სახის კრიზისებისგან, თუ ეს არის კლანი, რომელსაც შეუძლია რომ მთელი ქვეყანა ჩაკეტოს ისეთ downward რაღაცა ქვემოთვიმავალ სპირალში, რომლიდან გამოსავალი საბოლოო ჯამში თითქმის შეუძლებელი მოსაძებნი იქნება. დავით რას გვეტყვი? ხო, აი თვითონ საკითხის მნიშვნელობა განაპირობებს იმას, რომ მოუგვარებელია ამდენი ხანია. იცით რა არის? ერთგვარი ანარეკლი არის სასამართლოს დღევანდელი მდგომარეობა, ზოგადად საზოგადოების მდგომარეობისა, ხო? მათ შორის ის, რომ აი ეს საზოგადოება ინსტიტუციურად ვერ შედგა თავისუფალ საზოგადოებად. მაგისი ერთი გამოვლინებაა ის, რომ სასამართლო არ გვაქვს ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ სასამართლო ამ ნაწილში არის თავისუფალი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციური საყრდენი. ხო, აი თუ რაიმე ტიპის ინსტიტუტი არსებობს საზოგადოებაში, რომელიც ადამიანთა შორის თავისუფლებას უზრუნველყოფს, არის სწორედ სასამართლო, ხო? რომელიც რატომ გვჭირდება, ხო? რატომ გვჭირდება, რატომაც ადამიანებს თავისუფლება გვაქვს, ხო? ჩვენი თავისუფლება ბევრ ამას გულისხმობს, მათ შორის იმასაც, რომ ჩვენ რაღაცეები შეზღუდულად ვიცით, მაგრამ მუდმივად მივესწრაფით უფრო მეტი ცოდნისკენ, რაღაცეები შეზღუდულად გვაქვს, მაგრამ გვინდა მუდმივად მეტი შექმნა. ხო, ამას ვერ ვახერხებთ ერთმანეთთან თანამშრომლობის გარეშე და თანამშრომლობის მუდმივ ვალდებულება გვაქვს. თუმცა ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის, ხო, ჩვენი მიზნები, ის თუ რა არის სიკეთე ჩვენთვის ან სხვებისთვის, ან უფრო მეტი ადამიანისთვის რა არის სიკეთე, და ამისთვის გვაქვს კონფლიქტები, ხო? ეს კონფლიქტები საზოგადოებაში არის მათ შორის გარდაუვალი. და ჩვენ გვჭირდება რაღაც ტიპის სტრუქტურა და რაღაც ტიპის წესები, სამართლიანი ქცევის წესები, რომელსაც ესე ყველა ზოგადად ვაღიარებთ, რომ მასში არის რაღაც ტიპის სამართლიანობა, მათ შორის რომელიც გვაღიარებს პირველ რიგში აი ესეთ ადამიანის არსებობად, ხო? თავისუფლება ჩვენი მიზნების მქონედ, რომლებიც შეცდომებს უშვებენ, რომლებიც სხვა ადამიანებს ეჯახებიან და ასე შემდეგ, მაგრამ რომელსაც გვინდა რომ რაღაცნაირად წავიდეთ საბოლოო ჯამში უფრო უკეთესები გავხდეთ, ხო? ანუ ეს არის სამართლის უზენაესობა არის ერთგვარი აი ოცნება კარგი გაგებით ცივილიზებულ საზოგადოებაზე. ან ცივილიზებული საზოგადოება არის აი ესე თავისუფალი ადამიანების ერთგვარი თანხმობა იმაზე, რომ ჩვენ მოდივთ ცადოთ, რომ საერთო თამაშის წესებით ვითამაშოთ და ვეცადოთ, რომ ეს წესები აკმაყოფილებდეს სამართლიანობის მოთხოვნებს უმცირე ორი გაგებით, რომ ეს წესები საბოლოო ჯამში ყველა ჩვენგან შეიძლება ამ წესებით ჩვენ მოვიგოთ ან წავაგოთ, გამტყუნდეთ ან გავმართლდეთ კონკრეტული კონფლიქტი, როდესაც გვექნება. მაგრამ სულმცირე ორი გაგებით არის სამართლიანი, ხო? ერთი რომ ეს წესი ყველას გვაღიარებს როგორც თავისუფალ ადამიანს და გვაღიარებს როგორც თანასწორ ადამიანს. აი ფუნდამენტური პრობლემა, რაც აქვს ჩვენ ეგრეთ წოდებულ სასამართლოს, ხო? არ აღიარებს ყველა ადამიანს თანასწორად, ხო? ანუ იქ რეჟიმი და მისი კლიენტურა გაცილებით მეტად ფასობს და ვიღაცებს საერთოდ არ ფასობენ, ხო? ანუ ჩვენ გვინდა მათ შორის ისეთი წესები და ისეთი სისტემა, სადაც ვიღაცის მიზნის მიღწევის რაღაცა ინსტრუმენტი არ იქნება, იმიტომ რომ ესენი გეუბნებიან, რომ ხო იმისაც რომ მე ძალაუფლებაში ვიყო
აი შემიძლია შენ ქუჩაში გცემო, შეგდგე, გაწამო, უნდა ამისაც მე პასუხი არ ვაგო. ეს ხო ჩემი განმოსახედიდან მე თუ მგონია რომ შენი თანასწორი ვარ როგორც ადამიანი. ეს ხო რა ფუნდამენტურად უსამართლოა. სისტემა, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, შენ ხო მის მიმართ არანაირი ნდობა არ გექნება. არანაირი ასე ვთქვათ მოწიწება არ გექნება დამორჩილების თვალსაზრისით. პირიქით, ხო, ანუ თავარი ინსტინქტი ასე დროს რა გაქვს? ის რაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო, ბევრი ადამიანი ვისაც ეს უსამართლობის განცდა აქვს, ეწინააღმდეგება ამ სისტემას, ხო? და სისტემისადმი წინააღმდეგობა გულისხმობს იმას, რომ იძულებას უპირისპირებ იძულებით და საბოლოო ჯამში ვართ ისე მდგომარეობაში, როგორც ეხა ვართ, ხო? აი ესეთი საბოლოოდ თუ რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, წყალებში წონასწორობა არსებობს ამ საზოგადოებაში, არის ის, რომ შიშველ ძალაზე არის დაფუძნებული, ხო? რაღაც რეჟიმის ტიპები დარბიანი იძულებით და მათი ძალმომრეობა რო არ იყოს, ხო? მათ ძალმომრეობა დროებით აკავებს რა? ადამიანების რისხვას. იმაზე, რომ ეს ყველაფერი უსამართლოა, იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ამას ოდესმე სამართლიან დაღიქვამდე, ხო? აი ამ ტიპის მოწყობას, ასეთ ტიპის იერარქიას, რომ შენ ამ ქვეყანას ყავს ვიღაცა პატრონი, რომელიც ვიღაცა ქვეყნის გარე პატრონებთან არის დაალაგებული, მან ეს ქვეყანა იყიდა და მან ესე განგისაზღვრა, რომ ეს ქვეყანა ესე უნდა მოაწყოს, როგორც მას სურს, ისე უნდა გადაანაწილოს ყველა სიმდიდრე, როგორც მას წარმოუდგენია. შენ თუ რაიმეს გაკეთება გინდა, მის იქით ვერ გადახვალ, ანუ მან თუ არ მოგცა ნებართვა ამ საზოგადოებაში ძალიანაც რომ მოინდობო, აი საუკეთესო სიკეთის შექმნა რომ მოგინდეს, ხო? რაღაცების განვითარება რომ მოგინდეს, ამ ქვეყნისთვის ძალიან კარგი სიმდიდრის შექმნა რომ მოგინდეს, რას გეტყვის, ხო? ბატონ ბიძინა უნდა ჩაგიჭდეს წილში, ხო? ეს არის დღევანდელი წესრიგი, ხო? აქ ვერაფერს ვერ გააკეთებ. თუ ისინი ვერანაირ ღირებულებას ამ ქვეყანაში ვერ შექმნი, თუ ამ ღირებულების დიდი ნაწილი არ წავა, ხო? ეს ხო უსამართლო წესრიგია. საბოლოო ჯამში ეს წესრიგი რო ესე არ არის და ამგვარად არ არის მოწყობილი. ამას ქმნის საბოლოო ჯამში ის, რომ ჩვენ თანხმდებით წესებზე, რომ ეს დაუშვებელია და მე ვანიჭებთ ვიღაცებს უფლებას, ხო? მათ შორის ძალის გამოყენებისა, რომ აღასრულოს, რომ ეს ესე არ იყოს, ხო? იმიტომ რომ ვიღაცებს წაუწდებათ ხელი მაინც, რომ აი ამ თამაშის წესებიდან გამოვიდნენ, ხო? მაშინ როცა გარდაუვალი ხა ბოლომდე ან რაღაც რადიკალურად 100% სიზუსტით ამის დაცვა, იმიტომ რომ შეუძლებელია, ხო? ანუ ადამიანები მათ შორის იმითაც გამოვირჩევით, რომ ამ წესებსაც ვარღვევთ, ზოგჯერ განზრახ, ზოგჯერ განუზრახულად, შეცდომებს უშვებთ, ან ვერ ვაკავებთ, ასე შემდეგ. ყველა ადამიანური ინსტიტუტი, მათ შორის ესეთ საზოგადოება, ესეთ სამართლის სისტემაც ხო, რავი, ანუ საბოლოო ჯამში არის ნაკლოვანი, მაგრამ აქ არის რა, ანუ შენ რაზე გაქვს სწორება რა, საითკენ მიდიხარ, რა არის შენი სამართლიანობის იდეალი, სამართლიანი საზოგადოების შენეული იდეალი. სამართლიანი საზოგადოების შენეულ იდეალში საბოლოო ჯამში ყველა დავა იმაზე, თუ რომელი წესი არის სამართლიანი და რომელი წესი არის უსამართლო, ამისთვის გჭირდება ვიღაც ავტორიტეტული პირი, რომელსაც ამაზე აღჭურვილია, შენ აღჭურვე, ხო? და მიეციეს უფლებამოსილება, რომ განსაჯოს. და ესე კი არ მიგიცია, ანუ იმან ეს უნდა დაიმსახუროს. ანუ იმან თავის გადაწყვეტილებებით უნდა აჩვენოს ეს, უნდა გამოასხივოს ეს მიდრეკილება რისკენ, სამართლიანობისკენ, იმისკენ, რომ არ მართლა ცადა, რომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, როგორც ცადა, რომ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ესადაგებინება, აიხსნა, მათ შორის თავის გადაწყვეტილებით, რომ აი ეს წესი ამიტომ არის უკეთესი, რომ ეს წესი აი ამგვარად უფრო სამართლიანად წვეთს ამ საკითხს, შესაბამისად მისადაგებული აი თქვენი კონკრეტული საქმისადმი, ეს არის არა რაღაცა 100% სამართლიანი გადაწყვეტილება, მაგრამ
საუკეთესოდ გამართლებული, რაც შეიძლებოდა რომ მიგვეყო. იმიტომ რომ ხო შეუძლებელია რომ მართლა ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაც მეტაფიზიკურითაც დაზღვეულია ასეთი და შეცდომის ხო მე უშვებ შეცდომას და ამ შეცდომის მაქსიმალურ სისტემა ითვალისწინებს შიგნით რომ ეს შეცდომა გამოსწორებული იყოს, ხო? მე ხდება რა თქმა უნდა ეგ სამუშაოს დანაწილება, რომ მათ შორის ამ წესებს ქმნიან ერთი რო ეს წესები იქმნება ეხა უკვე ის დემოკრატიული მონაწილეობით, მაგრამ მე მოსამართლეებიც ქმნიან და აზუსტებენ და აღწობენ ამ წესებს, ხო? დანაწილებული არის გარკვეულწეა და ეს დანაწილებულია ისე, და აქაც ამ ძალაუფლების დანაწილების მთელი იდეა იმაშია, რომ ერთპიროვნული ძალაუფლება არავის არ აქვს, ხო? აქაც გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ შორის შრომის დანაწილება და ცოდნის დანაწილება, მათ შორის აი ეს ერთ-ერთი მთავარი ინსაიტი რაც არის, რომ ეს ცოდნა გაფანტული არის რა, ну საბოლოო ჯამში საზოგადოებაში და ამ გაფანტულ ცოდნას გარკვეული მექანიზმები, ეს ინსტიტუციური მექანიზმები უკეთესად კრებს. ხო, აერთიანებს მათ შორის იღებს კონკრეტული გადაწყვეტილების პროცედურებს გაძლევს. ხო, პროცედურული სამართლიანობა აი მნიშვნელოვანი ის კი არა, რომ შენ კანონები მათ შორის იმას კი არ გაძლევენ, რომ ყოველთვის რაღაც სწორ პასუხებს კი არ ითვალისწინებენ. ითვალისწინებენ სწორ პროცედურებს, ხო? მაგალითად, აი პროცედურული სამართლიანობის დეტალები რაც არის, ხო? მაგალითად, რისი ფეხქვეშ გათევლაც ხდება, ხო? ეხა მაგალითად ასობით ადამიანს, რომელსაც 5,000 ლარიან ჯარიმებს უფარდებენ, რა ვიცი, ან რომ მიხვიდე და დაუდო რომ პირობითად პოლიციელმა თუ თქვა რომ შენ რაღაც ქუჩას კეტავდი, შენ რომ დაუდო რა ვიცი ვიდეო რომ ვიყავი მაგალითად ამ მეორე კონტინენტზე, მოსამართლე მაინც შეგიფარდებს ამას. მისთვის სიმართლე არ არის მნიშვნელოვანი, ხო? მისთვის მნიშვნელოვანი არის რა, შენი დასჯა. მისთვის მნიშვნელოვანი არ არის რომ შენ მოგანიჭოს რაიმე ტიპის პროცედურა დაიცვას, ხო? შენ შემთხვევაში ამაზე დააყრდნობს გადაწყვეტილებას, სხვა შემთხვევაში სხვა რამეზე დააყრდნობს გადაწყვეტილებას. ყოველთვის გაიზიარებს იმის მტკიცებულებას, რაც შენზე პროკურორმა თქვა, პოლიციელმა თქვა, შენ არასოდეს არ მოგისმენს, ხო? ცალმხრივი არის. ანუ შენ მიკერძოებული არის. ანუ თავის თავშივე ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი მესამე არბიტრის იდეას, ხო? და შესაბამისად ეს განასახიერებს რა, ჩვეულებრივ ძალმომრეობის ინსტრუმენტია, ხო? ანუ ასეთ დროს რაც ის აკეთებს. მისი მეშვეობით, ამ ეგრეთ წოდებული მოსამართლის მეშვეობით, სინამდვილეში ის ძალაუფლების მქონე ძალადობს შენზე. და ასეთ დროს პრაქტიკულად ის შენ გეომება, ხო? ერთგვარი აი მთელი ბუნებითი უფლების თეორეტიკოსები ეტყვიან, რომ ასეთ დროს შენ რა ვიცი ყველანაირი წინააღმდეგობის უფლება გაქვს, იმიტომ რომ შენს ბუნებით თავისუფლებას ეწინააღმდეგებიან, ხო? ან პრაქტიკულად ომს გიცხადებენ, გეუბნება რომ უნდა დაგჩაგროთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უფრო დიდი ძალა. და ასეთ დროს შეიძლება შენ უფრო მეტი ძალა აღმოგაჩნდეს ვიდრე მათზე და გადაუარო. და ასეთი გადავლა საბოლოო ჯამში გამართლებული იქნება, რატომ? იმიტომ რომ არანაირი სამართლიანობის წესები მათ არ დაიცავს, რატომ? იმიტომ რომ პირველ რიგში მათ უარყვეს ის სამართლიანობის წესები. ისინი გავიდნენ აი ამ სამართლიანობის ბაზისური გაგებიდან, ხო, რომელიც ამოდის საიდან? ჩვენი თანასწორი თავისუფლების ურთიერთაღიარებიდან. ჩვენი თავი პრობლემა მათთან რა არის მათ შორის? აი ამ თანასწორ თავისუფლებას არ აღიარებენ არც თავისთვის, ხო? აი პრობლემა რა არის, რომ ეგ მოსამართლეებიც არ არიან თავისი ზემდგომი აი იმ ეგრეთ წოდებული კლანის თანასწორები. ისინიც არიან ინსტრუმენტები და არ შეიძლება რომ მოსამართლე ვიღაცის კლიენტი, ვიღაცის ყმა, ვიღაცის ინსტრუმენტი იყოს. ეს აცლის ხომ მთლიანად მოსამართლის იდეას ან მოსამართლის ლეგიტიმაციას, მისი გადაწყვეტილების საფუძველს, ანუ ყველაფერს აცლის, ხო? ანუ როდესაც იცი რომ ის ადამიანი რა ვიცი ვიღაცა მურუსიძის ჭინჩალაძეს ყმა, ანუ მას ემორჩილება, ხო? ანუ მისით არის განსაზღვრული, არაფერი არ ცხოვრებაში არ გაუკეთებია, გარდა იმისა,
რომ სისტემურად ეხა ინსტიტუციურად რაც არის და ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას რა მაგაზე რომ ინსტიტუციურად როგორ არის რომ ეს არის რაღაცა ერთიანი სისტემა სრული ძალაუფლება არის ამ კლანის ხელში თავმოყრილი არის კარიერის ერთიანი კიბე შეგიძლია დაიწყო დამლაგებლად ან მანდატურად თბილისის საქალაქო სასამართლოში და თუ გამოიჩინეთ თავი ერთგულებით კლანისადმი დაგნიშნავენ უზენაეს სასამართლოში აი ეხა ნიშნავენ ერთ-ერთ ყოფილ მანდატურს ანუ აქამდე ქონდათ ესეთი კარიერული ისა რომ სხდომის მდივნობიდან მიდიოდნენ სხდომის მდივნები კი იწერდნენ მაინც ზოგიერთი პარალელურად სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე ალბათ ხო იქ რასაკეთებდა ეს მანდატური ალბათ ყურადღებით ისმენდა ხო ასაური კავშირი ქონდა ალბათ ესე მიიღო ხო და ანუ აი ადის აი ამ კარიერულ კიბეზე ოღონდ ერთადერთი ხო არის როგორ შეიძლება რომ მე მის გადაწყვეტილებას რომელიმე მხარემ რაიმე წონა მიანიჭოს, როდესაც იცი რომ რა ვიცი არაფრით არ განსხვავდება მისი კარიერული მობილობა იმავე პრინციპით წავიდა რაც რა ვიცი ანუ მაგალითად ბიძინა ივანიშვილის რომელიღაც ბიზნესში ხო რომ დაიწყო და ბიზნეს ორგანიზაციაში კი ბატონო ეგ მოსულა ხო ჩემი ბიზნეს ორგანიზაცია და მე თუ მინდა რომ ანუ დავაჯილდოვო ადამიანები ერთგულების და არა კომპეტენციის ნიშნით და ამით გავრისკო ჩემი ბიზნესის კეთილდღეობა ჩემი გადასაწყვეტია ხო ეგ ანუ შენი ორგანიზაცია და ასე შემდეგ სახში რაც უნდა ისე სახში ანუ შენია ხო ბიზნეს ორგანიზაცია სხვანაირად არის მოწყობილი და ეს არის საზოგადოება არ არის ანუ ორგანიზაცია ანუ საზოგადოება არ უნდა აგვერიოს ორგანიზაციის ლოგიკაში იმიტომ რომ ორგანიზაციას აქვს თავისი მიზნები რა ანუ კონკრეტული მიზნები აქვს მაგალითად ბიზნეს ორგანიზაციის მიზანია რომ ის კონკრეტული ორგანიზაცია მოგება ნახოს და მოგების მაქსიმიზაცია ანუ ღირებულების მაქსიმიზაცია გააკეთოს და ეგ თავისთავად ლეგიტიმურია იმის შემთხვევაში. ოღონდ ის არის ერთი ორგანიზაცია რა. საზოგადოება ეგეთი ორგანიზაცია ვერ იქნება. რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ასეთი ორგანიზაციისგან და ადამიანისგან და ინტერესისგან შედგება, რომელსაც არ შეიძლება რომ რაღაც პრიორიტეტი მივანიჭოთ რომელიმესას, იმიტომ რომ პრიორიტეტს თუ მივანიჭებთ მაშინ რავი ანუ გვექნება იერარქიული ჩაკეტილი საზოგადოება ხო ანუ ისეთივე აი ეს იერარქიული სასამართლოაც თუ კლანზე დაქვემდებარებული არის ერთგვარი როგორ ვთქვათ აი ანარეკლი იმ იერარქიული საზოგადოებისა რომელიც გვაქვს არათავისუფალი საზოგადოებისა ხო არათავისუფლება მანდ არის ერთგვარი სარკისებური ანარეკლი იმ არათავისუფლებისა რაც საზოგადოებაში გვაქვს იმიტომ რომ საზოგადოება უფრო თავისუფლად რომ მქონდეს მოწყობილი და ეგ არის ასახული ასევე იმაზე თუ როგორ არის მოწყობილი ასევე სამართლებრივი პროფესია. ანუ ეგ მაგალითად თავისუფალი სასამართლოები სადაც აქვთ იქ იურისტობა მართლა თავისუფალი პროფესია ანუ აქ ანუ ჩვენთან მათ შორის ადვოკატებიც კი რომლებიც რაღაც ზოგი მეორებს რომ ჩვენ ვართ თავისუფალი პროფესია არც ისინი არ არიან თავისუფალი პროფესია და არავინ ამ პროფესიაში ვინ სოციალიზდება არ სოციალიზდება თავისუფლად პირიქით ძალიან ყველაზე იერარქიულად ყველაზე ჩაკეტილად და ყველაზე უფრო აი ძალაუფლებისადმი მორჩილად ასე ვთქვათ სოციალიზდება რა ეგ არის მათ შორის ერთ პრობლემა რომელიც განაპირობებს რომ ჩაკეტილი წრიალი რა ანუ მან რა წარმოებს ასევე მაგას რომ ეს არის რაღაც იურიდიულ განათლებაზე მონოპოლია, რაღაც ერთგვარია ეს საბჭოთა მოდელი, რომელიც ჯერ კიდევ არის ძალიან მყარა და აი ამ თესეუს იურიდიული ფაკულტეტის მოდელია, რომელიც არის გამრავლებული პრინციპში ყველგან, დანარჩენ ადგილას, რატომ? იმიტომ რომ ამ კადრების მულტიპლიკაცია ხდება კიდე, ასწავლიან თესეულში, მე ასწავლიან ყველგან სხვაგან, ვიღაცები ახალგაზრდები შეიძლება კონტენტს ასწავლიდნენ რაღაც სხვაგვარად, როგორც ისწავლეს საზღვარგარეთ, მაგრამ არ ასწავლიდნენ საბოლოო ჯამში იმ ღირებულებებით, რა ღირებულებებით ჭირდება მართლა სამართლებრივ პროფესიაში, რომ ისე სოციალისტე, როგორც ასე ვთქვათ, თავისუფალ სამართლებრივ პროფესიაში ესაბამება და საბოლოო ჯამში ღირებულებები რომელსაც გადასცემენ არის რა ანუ არის ღირებულებების არარსებობა რეალურად ანუ არის ძალიან გავრცელებული ეს უხეშ ფორმალიზმი
ჩვენ უნდა გავმიჯნოთ სამართალი ყოველგვარი ღირებულებისაგან რომელსაც რა ვიცი ანუ პოზიტივიზმს ეძახიან, მაგრამ შეურაცხყოფაა სამართლებრივი პოზიტივიზმის, რომელიც არის ცალკე ფილოსოფიური თეორია სამართლის შესახებ და აბსოლუტურად სხვა რამეს ამტკიცებს და რომელიც სხვათა შორის ამორალური არ არის, იმიტომ რომ მაგ გამიჯვნას მორალური გამართლება აქვს, თუ რატომ უნდა გავმიჯნოთ და ეგ ცალკე საკითხი არის. და საბოლოო ჯამში აი ეს ჩაკეტილი წრე არის, იმიტომ რომ შიგნით უკეთებენ სოციალიზაციას აი ამ ჩაკეტილ წრეში ეს იურისტები ყველანი საბოლოო ჯამში ამ ახალი იურისტებს და რა თქმა უნდა ეხლა კი პირობითად აი ვართ რამდენიმე გამონაკლისი შეიძლება რამდენიმე ათეულიც კი ესეთ გამონაკლისი რომელიც ხო ანუ საბოლოო ჯამში ანუ ამინც ვერ შეცვლი იმიტომ რომ იცი რა არის ანუ რაღაც დროს მე მეგონა რომ როდესაც დავიწყე საქართველოში სამართლის სწავლება და მქონდა რაღაც შესაძლებლობა რომ სრულად უგულმებელმე მთელი ყველაფერი რაც ეს მოდელი გულისხმობდა და რა ვიცი ანუ მეკეთებინა როგორც მე მიმაჩნდა როგორც მე ვხედავდი რომ დასავლურ ასე ვთქვათ იმაში რაღაც დროს ხო მაგალითად პირობითად ამით შეიძლება აღზარდე ვიღაც ანუ ძალიან ბევრი ანუ ამის შედეგი არის რომ რაღაც ძალიან ბევრი სწორი ასე ვთქვათ ღირებულებითად სწორი ადამიანი გაიზარდა რომელსაც ამავე დროს მე მიწევდა რომ მე თქვა რომ იცი რა ეს ყველაფერი რასაც მე გასწავლი სამართალზე თქვენ არ გამზადებთ ამ ქვეყნის სამართლის სისტემისთვის. იმიტომ რომ ამ ქვეყნის სამართლის სისტემა არის აბსოლუტურად განსხვავებული, იქ სჭირდებათ აბსოლუტურად ანუ ეგეთ ჩემ მორალური ვალდებულება იყო რატომ რომ ეს ადამიანები რაღაც ბაბლში არ გაზრდილიყვნენ. კითხელი შემშლელი შეიძლება ყოფილიყო. და ხო, და ძალიან ბევრმა რომელიც გონიერი ადამიანი იყო, ხო მე აირჩია განსხვავებული ანუ მათ აქვთ მაინც სწორი ღირებულებები მაგრამ თავიანთ ეხანდელ კარიერაში რა ვიცი ისინი მაინც ის არის რა ქვია იმისათვის რომ იმუშაონ დადიან მურუსიცის სასამართლოში ყოველდღიურად და აწარმოებენ საქმეებს და ითვალისწინებენ იმ ჭყალებში მას რა ქვია აბსოლუტურად სულელურ პრაქტიკებს წესებს და არგუმენტებს და ასე შემდეგ რომელიც ჩარჩოებში ხო იმ ჩარჩოს ერგებიან რატომ იმიტომ რომ სხვანაირად კარიერა ვერ ექნებათ ხო რაღაც სამართლებრივი კარიერა ვერ ექნებათ და ამაში რა თქმა უნდა მეც გულწრფელი ვიყავი ყოველთვის ვეუბნებოდი რომ ხო ანუ თუ გინდათ რომ საბოლოო ჯამში ვერაფერი ვერ შეიცვალა და მოგინდებათ ამ სისტემაში სოციალიზაცია თქვენ ამ ტიპის კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ. და დიწილად ახლა ვიღაცებს ბევრს მოუწია, ხო? მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ზოგადად შეხედულებები იმაზე ეს ხალხი, რა ვიცი, ანუ მე დადის კიდეც ახლა ქუჩაში დგას, რეჟიმის წინააღმდეგაც გამოდის და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ რატომ ამბობ, რომ ეგ სისტემა აწარმოებს ყველა დონიდან ერთმანეთს, დაწყებული განათლებიდან, დამთავრებული საზოგადოების მოწყობის სტრუქტურიდან დასრულებული იქიდან მათ შორის ძალაუფლება როგორ არის მოწყობილი, ხო? ანუ ჩვენ პოლიტიკაც ხო ესე არის, ანუ ეს იერარქიული პატრონალიზმი, ხო? ანუ ვიღაცა დიდი ბიძები არიან, რომლის ქვემოთაც არის ეს იერარქიული ისინი, ხო? ანუ სტრუქტურები, ანუ პოლიტიკაც ესე არის მოწყობილი საბოლოო ჯამში და ამ იმას თუ გადავხედავთ რა, ამ უცემულობას თუ გადავხედავთ, აი ამ სოციალურ სივრცეს საბოლოო ჯამში, ანუ პროფესიული ეთიკა როგორია, საზოგადოების მოწყობის სტრუქტურა როგორია და ასე შემდეგ. მე ძალიან იმათ ჩანს, ასე ვთქვათ, კანონზომიერად ჩანს ის სისტემა, რაც გვაქვს. და ანუ თავიდანვე რო შევაჯამო ხა როგორც ხედავთ, ჩვენ შეგვიძლია შენ რო ამბობდით რომ აი არ ვიცითო ხო რა შეიძლება იყოს გამოსავალი იმ ნაწილში რომ ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკოთ რა არის ცუდად, იმიტომ რომ ყველაფერი ცუდად არის და ამ ნაწილში გამოსავლის პოვნა რატო არის რთული, იმიტომ რომ ყველგან შეგიძლია დაიწყო აქედან. ოღონდ იმავდროულად იცი რა არის, ანუ მხოლოდ ერთ ნაწილში დაწყება მხოლოდ არ შველის რა, ანუ იგივე ჩემი მაგალითი რომ მხოლოდ რაღაც ერთ ადგილას ან ორ ადგილას ან სამ ადგილას თუ ასწავლი
და პირობითად ხო, ანუ შენ თუ გამოუშვებ მხოლოდ რაღაც 100 განსხვავებული ღირებულების იურისტს და მეორე მხარე გამოუშვებს 10,000 წელიწადში აი მის სისტემის თარგზე მოჭრილს. ხო ის 100 რაღაც დისონანს შეიტანს, შეიძლება რაღაც წინააღმდეგობა გაწიოს ან ასე შემდეგ, მაგრამ მას გაუჭირდება რომ სწრაფი სისტემური ცვლილება მოიტანოს, ხო? მადლობა დავით, აღარ შეგაწყვეტინე, ბევრ საკითხს შეეხე. მე ერთადერთი რაც არ მომწონს არის გასაგებია რომ რაღაცნაირად ჩაკეტილი წრე არის, მაგრამ მაინც უნდა იყოს გამოსავალი. სწავლებაში ალბათ სწავლება აუცილებელია, მაგრამ სწავლება ალბათ რაღაც პასუხია, რაზე მოთხოვნა არის. თუ მოთხოვნა რაღაც სისტემა სხვანაირად თუ შეიცვლება, მოთხოვნაც ბუნებრივად რაღაც სხვა პროფესია სხვანაირად შეხედავენ და სხვანაირად. ანუ მაინც მგონია რომ სხვა არის, აი სასამართლო არასდროს არ ქონია რაც მე მახსოვს და რაც დანარჩენი რაც წამიკითხავს არ ქონია ჩვენთან სასამართლო გამოცდილება როგორც ესეთი რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული რა სასამართლოზე უნდა ყოფილიყო საუბარი რაღაც ჩამყაყრებული სისტემა იყო შემდეგ ამას საბჭოთა ვთქვათ რაღაც სიმახინჯე დააშენდა ზემოდან და ამ საბჭოთა ვთქვათ აი ამ იმიდან სისტემიდან დღემდე ვერ გამოსულ ვართ კანონმდებლობის კუთხითაც პრობლემა აქვს და თვითონ მოსამართლეების აი ესეთი ქცევით. მაგრამ აი მაინც რა შეიძლება იყოს მესმის რომ ბევრი პრობლემიდან შეიძლება მიუდგე და ბევრი თქვათ ძაფი ერთად უნდა მოკაჭო, მაგრამ თავარი მაინც რა არის? აი სახელმწიფო ნება, ხშირად ახსენებენ ხოლმე თვითონ ხელისუფალის ნება, რომ საერთოდ კონდეს გამოავლინოს ნება რომ აი აქ რამე შეიცვალოს. ეს რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად საკმარისია. ანუ აქ ან მნიშვნელოვანია საბადაგო ჩაგრება, მაგრამ ის არ გვიპასუხებდა. ძალიან მოკლედ გეტყვი რა, მან რომ კი, სწორი ან სისტემური ის უნდა შეიცვალოს, ოღონდ ინსტიტუციური რეფორმები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე ნაკლები ვილაპარაკე საბამ რაც თქვა რომ იმ წიგნებზე იქ არის ძირითადად ინსტიტუციური რეფორმები. ახლა დაწერე გონია რომ უკვე ვიცი და არა, იქ გვაინტერესებს წიგნები. არა ის საინტერესოა ხო, ოღონდ ის ვერაფერს ვერ შეცვლის თუ რეალურად თანხმობა არ გაქვს. მათ შორის პროფესიის შიგნით და მათ შორის პოლიტიკურ ელიტებში და ყველა დონეზე არ არის მზაობა, რომ ახალი თამაშის წესებით ითამაშოთ რა. და თუ აი ეს შიდა თანხმობა მიიღწა ყველა დონეზე, მერე უკვე ეგ ინსტიტუციური ცვლილებებიც განხორციელდება და აღსრულდება კიდეც ყოველ შემთხვევაში მცდელობა იქნება, რომ ამ ახალი თამაშის წესებით ითამაშო. და მაშინ რა თქმა უნდა მერე დაიძვრება ხო ყველა ეს ელემენტი მიმართულებით, რასაც საბოლოო ჯამში სწორი ევოლუციური მიმართულება მიეცა. ხო, უბრალოდ ეს შეთანხმება ფაქტია რომ ძნელი მიღწევა, შეუძლებელი ჩანს ეს შეთანხმებაზე რომ დაიყოლიო, თქვათ, ვისაც ხელეწიფება რომ აქ რაღაცა დაიწყოს. ხო, ვისაც ეხა ძალა როგორ შეიძლება ეს შეთანხმება, ანუ ეს ნება გამოავლენა, აიძულო რომ ეს ნება, ხო და აი შეთანხმება არ არსებობს, ეგ იგივე არის რომ რაღაცა ვიღაცა ადამიანმა ან ადამიანების ჯგუფმა უარი თქვას სრულ ძალაუფლებაზე, რომელიც ახლა გააჩნიათ მთელ სასამართლო სისტემაზე და შესაბამისად, ანუ ხელისუფლებიდან ერთი აქვს მთლიანად ხელს ჩაგდებული 9 ადამიანი შეუძლია დღეს გააკონტროლოს ყველაფერი საერთოდ. ეს 9 ადამიანი არ არის უზენაესი სასამართლოს წევრი, ეს არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ესენი არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც აკონტროლებენ საერთოდ ყველაფერს. წარმოვიდგინოთ ეს პროფესია, რაც დათომ ძალიან კარგად და ხატოვნად აღწერა, ხო? ანუ რა ხდება შიგნით, ხო? რა სივრცეში შედიან ადამიანები, რომლებიც ამთავრებენ იურიდიულ ფაკულტეტს. ხო, და ხდებიან იურისტები, საჩედიან, ხო? აი ეს სივრცეში არიან იურისტები, ზოგი მიდის კერძო სამართლის მიმართულებით, ზოგი საჯარო, ზოგი სისხლის სამართლის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ყველა მათგანს უწევს შეხება თუ პრაქტიკაში მიდიან სასამართლოსთან. პრაქტიკაში რომც არ წავიდნენ, მაგალითად მე არ წავსულ პრაქტიკაში განზრახ, ამ ყველაფრის გამო და წავედი ომბუდსმენის აპარატში, მაგრამ მეც მიწევდა მაინც შეხება, იმიტომ რომ ჩემთან მოდიოდა სასამართლოს გადაწყვეტილებები და მე მიწევდა რომ შემესადაგებინა იყო თუ არა, მოკლედ რაღაცა სტრასბურგის გადაწყვეტილებებთან, რაღაც ძირითად პრინციპებთან ასე შემდეგ და ან გიწევს ყველა ვარიანტი.
ანუ ზემოთ ცოტა ზემოთ არიან მოსამართლეები, რომლებიც წყვეტენ, ანუ რომლებიც აი ამ ადამიანების საქმეებს არჩევენ და ამბობენ რა უნდა იყოს სამართალი, ისინი ქმნიან ყოველდღიურად სამართალს. აი ეს მოსამართლეები როგორ უნდა იყვნენ მთელი ამ სასამართლო კორპუსში, ვინ შევა, ვინ დაწინაურდება, ვინ სად იქნება, მაგალითად თეთრ წყაროში იქნება თუ თბილისში, სადაც უფრო მეტი საქმეა და უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც არის რა. ნუ შეიძლება რაოდენობრივად ელემენტარულად არა ხარისხობრივად, მაგრამ რაოდენობრივად, ხო? ყველაფერს ამას ვის დასჭიან, ვის გააგდებენ, ვის დანიშნავენ, ვის დატოვებენ საგამოცდო ვადის შემდეგ და ასე შემდეგ რა, 3 წლის ვადის შემდეგ ყველაფერს ამას წყვეტს 9 ადამიანი, საერთოდ. ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კი, ეს არის აი bottleneck, მართლა ეს არის საცობი, რომლის მეშვეობითაც წდება ყველაფერი, რაც წდება ქართულ სასამართლო სისტემაში. ესე იყო წინა ხელისუფლების დროსაც? წინა ხელისუფლების დროს რაც მოხდა, მოკლედ რაღაც პატარა ისტორიული რაღაცა ექსკურსი რო გავაკეთოთ, ანუ ეს საბჭოთა კავშირის ამბავი რო მორჩა და დაიშალა, ამის შემდეგ ქონდა ცხადია ჩვეულებრივი კორუფციული სასამართლო, რომლის მოსამართლეები ხელფასსაც ვერ იგებდნენ და შესაბამისად ქრთამისაღება უწევდათ, ყველას არა, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს. ამის შემდეგ, როცა მოხდა ვარდების რევოლუცია, ერთ-ერთი პირველი რა, სადაც გატარდა რეფორმა იყო სასამართლო სისტემა. მაშინ მოსამართლეებს პირდაპირ შესთავაზეს, რომ წასულიყვნენ უბრალოდ სახლში. მათზე არ დაიწყებოდა არც სასამართლოებრივი დევნა, რაღაც ანაზღაურებას მიიღებდნენ და მორჩა, ანუ ეს სასამართლოები ხელახლა უნდა დაკომპლექტებულიყო. ანუ მაშინ იმ ხელისუფლებას ჰქონდა რაღაცა იდეა როგორ გაეშვა ხალხის სახლში ეს მოსამართლო კორპუსი, რომელიც ჩაბმული იყო კორუფციაში, მაგრამ არ იცოდა როგორ დაინიშნა ახლები. ან არ უნდოდა როგორ დაინიშნა, ამიტომ ადგილზე დანიშნენ ადამიანები, ძირითადად პროკურატურიდან განუყვანილები ხა სისხლში ეგრე ხდებოდა, რომლებიც ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების ნებას და ეს ძალიან ესე აშკარა ამბავია, ვიცით ეგ ამბები, ეგ არ უნდა შეფასდეს აუცილებლად, რასაც ამბობენ ხოლმე ეს გამომტყუნებელი განაჩენების პროცენტით, ეგ არასწორი ინდიკატორია, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ამბავი იგივეა, ხო? უფრო საინტერესო ამბავი იყო, როცა ეს ხელისუფლება მოვიდა თავდაპირველად, იმიტომ რომ მაშინ ამ ხალხს მაშინ ეს არ იყო ის ქართული ოცნება, რომელიც ახლა არის, ხო და ვიღაცებს მართლა შიგნით მართლა უნდათ, რომ ეს მოსამართლეები გაეშვათ სახლში და სასამართლო სისტემაში რაღაცები შეიცვალათ. ოდიში საბა შეგაწყვეტინებ რა, უბრალოდ ისტორიულად რომ სწორად მოვიდეთ. ნება თითქოს ახსენე რომ გამოავლინა ხელისუფლებამ. არა, მანამდე. მანამდე კი. მანამდე რომ შეცვალათ, მაგრამ დანიშნა, ნუ თავიდანვე შეეტყო, რადგან თვითონ სისტემურად არა და თავისინებით უბრალოდ ერთი მოსამართლე მეორეთი ჩაანაცვლა თავის რაღაც ერთგულების პრინციპით შეცვალა და მერე როგორ მოხდა ისე რომ თქვა ეს ნება აღარ გააგრძელა, ანუ რატო აღარ მაშინ მოსამართლეებს ნიშნავდნენ 10 წლის ვადით, ესე რომ ვთქვათ რა, უადო დანიშნვის სისტემა არ იყო. ეს რეფორმა რაც ახლა თქვი გატარდა 2004-2005 წლებში თავდაპირველად შესაბამისად ის ხალხი ვინც დანიშნეს, იქ დარჩა ბოლომდე, ანუ არ წასულა სადმე და ასე შემდეგ იმათ და მაგასები მიზუსტად მერე აღარც მიუხედიათ ამ რეფორმის ამის გაწმენდათ, რომ რაღაცა ხელახლა დაინიშნათ ან რაღაცა მსგავსი და ვიღაცებს წმენდნენ მაშინაც, მაგრამ რაღაცა დიდი ვის არ ყოფილა სასამართლო კორპუსის მხრიდან რაღაცა არსებითი წინააღმდეგობა და ასე შემდეგ არ ყოფილა. ეს ყადაღებული მურუსიძე ჩინჩალაძე ისინი მაგ დროიდან მოყოლებული. ეგენი ახალახლები იყვნენ, რომელიც მაშინ შეიყვანა სისტემაში. მაშინ უბრალოდ ის იყო, რომ იმ სისტემას მართავდა სხვანაირი წესი, ეხლა თუ არის რაღაც ეს კოლექტიური ის არის კლანი, ეგრეთ წოდებული, სამი ტიპი მაინც არის, რომელსაც პირდაპირ კავშირი აქვს ბიძინასთან და ბიძინა ეუბნება მარტო პოლიტიკურ მიზნებს, რა უნდა სასამართლოსგან და ტექნიკურად როგორ გააკეთონ, ამათ მეტი ავტონომია აქვთ. იმ დროს არ ქონდათ ეს ავტონომია, იმიტომ რომ სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ მოდელი იყო აწყობილი იუსტიციის საბჭოზე მაშინაც და ოღონდ რომელიცაც პრაქტიკულად სრულად უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის ჰქონდა კონტროლი, ეს იყო ეს ფიგურჰედი, რომელიც იყო გამტარი რეალურად ერთი ადამიანი მართავდა პროკურატურას და სასამართლო სისტემას, ხო, მაშინდელი იუსტიციის მინისტრი იზურა ადეიშვილი. და ოღონდ გარედან ხდებოდა ეგ მიკრომენეჯმენტი რა, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ხდებოდა და შიგნით ავტონომია ნაკლები ჰქონდათ, ავტონომია ბჭყალებში, ანუ კონკრეტულად როგორ მიიღო. ორივე არის დამოკიდებული სისტემა, უბრალოდ იქ არის რომ აღმასრულებელის ინსტიტუციური გავლენა მაღალი.
ეხლა პირობიდან აღმასრულების ინსტიტუციური გავლენა საერთოდ არ არის რა, იმიტომ რომ ამ ნაწილში თუ აიღებ მაგ ინდიკატორით, რო ერთ-ერთი ინდიკატორი არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გამიჯვნა, დამოუკიდებლობა აღმასრულებლისგან. ჩვენურად არიან ამ ნაწილში კარგად არიან, მაგრამ მაგ ნაწილში ეს აღმასრულებელიც და ესენიც ემორჩილებიან ბიძინას, ხო? და ანუ ამ ნაწილში ისინი ეს სასამართლო მაინც დამოუკიდებელი არ არის და პირიქით უარესად არის დამოუკიდებული ვიდრე ის ხო დამოუკიდებელი არის ოღონდ დამოუკიდებლობა როგორი ხრიკია ანუ ამაზე უნდა ხო რა ანუ ვისგან დამოუკიდებელია რა ანგარიშვალდებულებისგან დამოუკიდებელი ყველაფერთან დამოუკიდებელი ანუ აი ამ რეფორმების აი ადრეული რეფორმების მერე აღარ თქვათ რეფორმა ესეთ სისტემური რეფორმა როგორც ესეთი აღარ ჩატარებულა მოვიდნენ მაგისი სისტემური რეფორმის პირველი მცდელობა იყო არა წინა ხელისუფლების დროს, არამედ ესენი რომ მოვიდნენ თავდაპირველად მაშინ, აი ტალღები მაშინ დაიწყო რა და ამ ტალღების მიზანი იყო რომ როგორღაც თან დემოკრატიული წესების დაცვით, იმიტომ რომ მაშინ მათთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, შეეცვალათ ეს კლანური მმართველობა სისტემაში, გაეძლიერებინათ დამოუკიდებლობა და მოკლედ რაღაცები შეეცვალათ, მათ შორის შეეცვალათ პერსონალი. ის ხალხი, ვისაც მოგვიანებით 2019 წლიდან მოყოლებით 2021 წელს და ასე შემდეგ ხალხი, რომლებიც ამათ ცემდა წინა ხელისუფლების დროს, ნაცემებს მერე ციხეში უშვებდა და ზემოდან ჯარიმებს აკისრებდა. ანუ აი ეს ხალხი როგორმე გაეშვა ციხეში, ოღონდ მომავალში აი მირანდა ერემაძეებს და ეგეთებს, აი ზუსტად ასეთ ადამიანებს მოგვიანებით საბოლოო დანიშნავენ, სამუდამო დანიშნავენ უზენაეს სასამართლოში თვითონ. მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება 2013-14 წლებში იყო ეს დიდი დაპირისპირება აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის. სასამართლო ხელისუფლება ოღონდ მაშინ ესეთი კონსოლიდირებული არ იყო. მაშინ არსებობდა ორი ჯგუფი ადამიანები, ვინც მურუსიძე ჩინჩალაძის ფლანგზე იყვნენ, ეს იყო მოსამართლეთა ბევრად უფრო დიდი, უფრო მრავალრიცხოვანი ოდენობა. ამ ადამიანებს ძირითადად მოკლედ გასული ქონდათ ხელი რაღაცებში და ეშინოდათ პასუხისმგებლობის ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. მეორე მხარეს იყო მოსამართლეთა ნაწილი, მცირერიცხოვანი, მაგრამ იყვნენ, რომლებსაც სურდათ მოდერნიზაცია, სურდათ დამოუკიდებელი სასამართლოს ქონა, მათაც ჩამოაყალიბეს თავიანთი ერთობა, მათაც ქონათ თავიანთი. საბოლოო ჯამში რაც ხდებოდა 13-14 წლებში იყო ის რომ ეს ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება საპარლამენტოც პრინციპში ცდილობდა რომ აი ამ მეორე ჯგუფს, ვისაც მოდერნიზაცია სურდა, ან უხეშად კი არ შესულიყო და სასამართლო ხელისუფლება კი არ ამოეკირავებინა და რაც ხისტად კი არ ემუშავა, არამედ შიგნიდან ამ ჯგუფს როგორღაც მოეგო და შიგნიდან სასამართლო გაწმენდილიყო. ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ 2014 წელს ოცნების ხელისუფლებას რამდენიმე დავა წააგებინა ამ მოსამართლეთა ნაწილმა, უფრო მრავალრიცხოვანი ვინც იყვნენ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ მოხდა ძალიან ნაცნობი შეხვედრა მურუსიძესა და ბიძინას შორის, რის შემდეგაც შედგა მოკლედ შეთანხმება, რომელიც დღემდე მუშაობს. ეს შეთანხმება არის ესეთი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ზოგადად ეს ხელისუფლება, ესე რომ ვთქვათ, არ ერევა სასამართლო საქმეებში, სასამართლო საქმეებს წყვეტს მთლიანად, სრულიად აი ეს კლანი, მათ შორის იმ 9 რაღაცა figurehead-ის მეშვეობით ვინც ყავთ უმაღლეს საბჭოში შეყვანილი, ყველაფერს ვინ შევა პროფესიაში რა, მოსამართლეს მანტიას ვინ მოიგებს, აქედან ყველაფერს საერთოდ როგორი წესები იქნება, მათ გარეშე არც ერთ კანონს არ იგებენ. ეხლა რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დანიშნეს ნადარაია, მათ შეთანხმების გარეშე ეს არ ყოფილა, ანუ არ ენდნენ არავის, მათია ეს ყველაფერი წაიგეს. ანუ საბოლოო ჯამში სასამართლომ შესთავაზა რომ ჩვენ მივიგებთ სათქმელო გადაწყვეტილებებს და ეს მოხდა მე უგულავას და სხვა საქმეები 2015 აღარ აკეთებდა ცუდ საქმეს. ამ ხალხმა დაიწყო რა ვინც ადრე აკეთებდა ცუდ საქმეს, ეხლა კარგი საქმეების კეთება, სამაგიეროდ ხელისუფლებამ რა გააკეთა ამის სანაცვლოდ, ხო? გააკეთა ის რომ პირველ რიგში შეწყვიტა მოდერნიზაციის რა ყველანაირი მცდელობა, შეწყვიტა რეფორმირების ყველანაირი მცდელობა და ამის მიღმა დაიწყეს ევროპელების ძალიან მართლა ფინთი გოიმებივით მოტყუება. ეს მოტყუება რაში იყო ვენცის კომისიიდან დაწყებული ყველა საერთოდ უნდოდა რომ საქართველოში სასამართლო ყოფილიყო დამოუკიდებელი.
დამოუკიდებელი ხელისუფლების გავლენებისგან პირველ რიგში, იმიტომ რომ ამისი ძალიან ცუდი გამოცდილება ქონდა მანამდე, ხო? აი როგორც ვთქვათ, ეს ადეიშვილს რო წვეთდა რაღაცას, მოკლედ უნდათ რომ გარე ფაქტორებისგან ყველანაირად დამოუკიდებელი ყოფილიყო. ამიტომ ოცნებამ რაც გააკეთა იყო ის, რომ ყველანაირი გარე კონტროლის მექანიზმები შემოაცალეს, საერთოდ მათ შორის ბოლოს შემოაცალეს დისციპლინური მექანიზმებიც კი, ანუ ეხლა მაგალითად მოსამართლემ სულ რო სიგიჟეები დაწეროს, ანტიკონსტიტუციურ რაღაცებად ჩაწეროს გადაწყვეტილებაში, ან ძალიან გვიან რო გამოიტანოს გადაწყვეტილება, ან საერთოდ ისეთი საქმეებიც არის, რომ აი წლები არაბარებენ გამოტანის გადაწყვეტილებას მხარეს რა. მანტიას თუ იცვამს და სამსახურში დროზე მიდის, იმას დისციპლინურ სახელს ვერ დააკისრებ, ხო? ან ყველანაირი გარე კონტროლის მექანიზმი ვერ ჩაერავი ვერანაირად. საერთოდ. და ამას თავიდან 2019 წლამდე ევროპელები იწონებდნენ. ევროპელები ამას ხედავდნენ როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას. სინამდვილეში რაც ეს იყო და რასაც მიხვდნენ 2019 წელს, როცა უზენაეს სასამართლოს ეს კონკურსი პირველად საჯაროდ გადაიცა მაშინ, ხო? ეს პარლამენტში რაც მიმდინარეობდა. მაშინ მიხვდნენ რომ რას აკეთებდნენ ესენი, სულად უცოდინ არ. აბსოლუტურად გაუნათლებენ. პირდაპირ მნიშვნელობით უდიპლომო ადამიანებს, რომელსაც არ ქონათ არავითარი სხვა სიკეთე, არავითარი სხვა რაღაც დადებითი ნაწილი გარდა პატრონის ერთგულებისა, აი ამათ ნიშნავდნენ უვადო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. მაშინ მიხვდა ვენეციის კომისია, იმის მერე შეიცვალა ყველაფერი, იმის მერე დაიწყეს უკვე იმაზე ფიქრი, რომ ანუ დამოუკიდებლობა ოკეი, კარგია, მაგრამ ანგარიშვალდებულების მექანიზმები სად არის, რა ხდება, როგორ აკონტროლებთ ამ რაღაცებს, ეს არის არა გარე დამოუკიდებლობა, არამედ შიდა, ანუ თვითონ სასამართლოს შიდა წნეხიდან დამოუკიდებლობის ამბავი როგორ არის, ანუ მურუსიზემ და ჩინჩალაძემ რო წნეხი არ იქონიონ, მაგ დროს დაიწყო უკვე ამ ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებაზე რაღაცა ფიქრები და ამაში ევროსაბჭოს, გაეროს და ასე შემდეგ მექანიზმების რაც დიდი რესურსების ჩადება, რამაც დღემდე მაინც ბევრი შედეგი ვერ მოიტანა სამწუხაროდ. ამათ თქვეს, რომ ეხა აწის სუვერენიტეტში ჩარევა ეგ და დაგვანებოთ თავი მაგაზე და დახურეს ეგ საკითხი საერთოდ. საბოლოოდ სადამეს მივედით არის 2023-2024 წლები. ეს არის ყველაზე მკაფიო მაჩვენებელი იმისა, თუ რამხელა, ანუ რა საშინეობაში მოვედით, ანუ წინა ხელისუფლება ამ ხალხს ნიშნავდა 10 წლის ვადით, ხო? ანუ 2015 წელი მაგიტო იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ მოსამართლეთა კონფერენცია მაშინ, რომელმაც სრულად დაუჭირა მხარი ეს მურუსიზეს და ჩინჩალაძეს, ხო? მაშინ, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით აი კონფერენციაზე გამოვიდა ეს მურუსიზე, წაიკითხა მაშინდელი თეანს და სხვების განცხადებები, რომ ჩვენ ამ მოსამართლეებს დავსჭითო რა. და ამ შეეშინათ და იმათ მისცეს ხმა, ხო? მაგრამ 2015 წელს ამათი გადარჩევა მარტივად რო ვთქვათ, რაღაც სისტემის რეფორმება შესაძლებელი იყო, ვადა ჰქონდათ გასული, მეჯერ ვეღარ იქნებოდნენ. მაგრამ ისინი წავიდნენ აი ამ გარიგებაზე, აი როგორც ეს ბეჭდების ბრძანებელში რო არის რა, ისილდური რო ისილდურმა ბეჭედზე უარი უნდა თქვას რა და გადააგდოს ამ Mount Doom-ში რა, თვითონ გაიკეთა ეს ბეჭედი და გაიკეთა ეს ბეჭედი ქართულმა ოცნებამ სამუდამოდ ის ხალხი 10 წლით ვინც ინიშნებოდნენ, ამათ სამუდამოდ დანიშნეს, უვადოდ დანიშნეს და პლუს ამას გამოაცალეს ყველანაირი გარე კონტროლის ბერკეტი, რამაც მოგვიყვანა იქამდე, რომ ეხლა ვენეციის კომისიაც ევროსაბჭოს, ევროკავშირის პირდაპირ ამბობს, რომ თუ არ მოხდა პერსონალის რეფორმა, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით კეთილსინდისიერების გადამოწმება იმ ადამიანების, ვინცაც ეხლა მოსამართლეები ქვია და ნამდვილად ვიცით, რომ არ არიან, ყველა არა, მაგრამ არ არიან კეთილსინდისიერები. ესენი სათითაო თუ არ გადამოწმեն პერსონალის რეფორმა თუ არ ჩატარდა, რაც არის ბოლო რაღაცა ეს გზა ხო ისე ინსტიტუციურ რაღაცა რეფორმებს არავითარი აზრი არ აქვს. აქამდე იყო ხოლმე 2023-2024 წლებამდე იყო ხოლმე რაღაცა, რომ აი ინსტიტუციურად იქნებ რაღაცა შეუცვალოთ, აი ინდივიდუალური მოსამართლე ესე გავაძლიეროთ, იქ რაღაცა 2-3 ჩავწეროთ, როგორ იმოქმედებს უზენაესი ეს უმაღლესი საბჭო, რაღაცა შეუკვეცოთ სკოლაში რაღაცები აზრი არ აქვს აღარაფერს. ეს არის ძალიან ცალსახა პოზიცია უკვე ამ ევროკავშირის 9-ბიჭი წერია და ყველგან რა. ანუ ამ ხალხისგან არაფერი არ გამოვა. ამ ხალხის პირობებში, მაგ ხალხისგან კი არა, ქართული სასამართლოსგან არაფერი არ გამოვა. სანამ მაგ ხალხისგან არ მოკლედ ძალიან მარტივად მაგ ხალხს არ გადავამოწმებთ, სანამ არ დაიწყება ეს კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურა და პროფესია არ გათავისუფლდება მთლიანად იმ საცობისგან, რომელიც იწყება ამ კანონური მმართველობის პირობებში,
უმაღლეს საბჭოში და მე მოდის კიდე სხვადასხვა გამოვლინების პოვებს ამ სკოლებში და დისციპლინურ საბჭოებში და სხვადასხვა ადგილებში. მოკლედ, სანამ ეს არ მოხდება, ეს უკვე დღეს ვიცით, სანამ ეს ხალხი არ გადამოწმდება და გადამოწმებამდე ისინი თავისი სწავლენ სახლებში თუ ეს ამ პროცესის დაწყება ჩვენ შევძელით, იქამდე ინსტიტუციურ რაღაცა ცვლილებებს, რომ აი 7 მუხლის ნაცვლად 27-ზე იყოს ნაბიჯი საჯუხთა სასამართლო და ასე შემდეგ. ვერაფერს ვერ შეცვლის. პირველი ნაბიჯი რაც რომ უნდა გაკეთდეს, რა კი გამოსავალი იყო ნათქვამი, პირველი აუცილებლად ნულოვანი ნაბიჯი ესე რომ ვთქვათ, არის პერსონალის რეფორმა. ხო, თან თითქოს მარტივი სათქმელია. გასაკეთებელია, ეს ძალიან რთულად, იმიტომ რომ სადაც პირველ რიგში კითხვა რაც იბადება ამ შემთხვევაში, როცა ესეთ საკითხზე მიდიხარ, აი ისევ და ისევ ვინ აკეთებს ამას რა, ანუ ვინ არის ზანგელოზი, რომელიც შეიძლება ხო აი ეგ შიგნით გაქვს ნაკლები ლეგიტიმაცია მაგაზე, ხო, მაგიტო იყო რომ ერთადერთი ეგ სადაც წარმატებით გაკეთდა, შედარებით იყო რომ გარე აქტორები აკეთებდნენ მაგას. აი ვეტინგი რასაც ქვია. ხო, ვეტინგი რასაც ქვია, მან მოყავდა გარე აქტორები, რომელსაც აძლევდი მე გადამწყვეტ იმას, ასე ვთქვათ, სიტყვას პროცესში, ქმნიდი სპეციალურ სასამართლო ორგანოებს და მათ შორის ის ხალხი დროებით რჩებოდნენ სისტემის შიგნით მოსამართლეებად და გარკვეულწილად სისტემა ეს თანადროული პროცესი იყო, ხო? ანუ წარსულში რატოა გამორიცხულია, ეგ დავიწყებული თემაა თუ იცი რა არის, არ არის ახლა მაგაზე, ანუ ესენი სანამ ეს რეჟიმი ადგილზეა, რა თქმა უნდა, ეს არაფერი არ მოხდება, რეჟიმი რო ჩამოიქცევა, რაღაცები უნდა შეიქმნას, ხო? მათ შორის ეს პოლიტიკური კონსენსუსი თითქოს მეტნაკლებად არსებობს, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს. უბრალოდ აი ეს რაღაც უნდა გამოვრიცხოთ ის, რაც მოხდა ივანიშვილის შემთხვევაში, ხო? ხა მანამდე რა მოხდა, ხო? რა იყო, რომ ხა სააკაშვილმა გაყარა თავის დროზე კორუმპირებული ისინი, ვინც კორუმპირებულები აღმოჩნდნენ, შევარდნაძის დროს რეფორმით დანიშნა, მაგრამ მაინც კორუმპირებულები აღმოჩნდნენ და გაყარა ისინი, მოიყვანა ხალხი, რომელიც უბრალოდ კაბინეტში არიღებდნენ ქრთამს, მაგრამ გარე დირექტივების მაინც მორჩილად შემსრულებლები იყვნენ, ხო? ივანიშვილმაც მოინდომა პირველ ეტაპზე წულკიანის ხელით გაეკეთებინა იგივე რაც გააკეთა სააკაშვილმა, მოდი ამ ხალხს პერსონალურად გავყრი, ოღონდ ისე რომ შიგნით დავეყრდნობი რაღაც ჯგუფს, რომელიც აიღებს ძალაუფლებას და მერე გავწმენდ დანარჩენებისგან და ამ ჯგუფს მივცემ, ეს რო არ გამოუვიდა, შიგნით განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფის ძალაუფლების მიცემა და მასზე დაყრდნობა და მერე ამათ უთხრეს, რომ კაცო მოდი დაგველაპარაკე რა, იქნება გაძლევთ იმას, რაც შენ გინდა. რასაც ყურახიძე ეუბნება ეხლა ტრამპს. ხო, აი დაახლოებით ეგ არის რა, ანუ ეგივე იყო მურუსიძე, რომ დამელაპარაკე, იქნება გაძლევთ რაც შენ გინდა და მე აღმოჩნდა რომ აძლევდა ყველაფერს იმას, რაც უნდოდა. ხო, აღარ ჭირდებოდა მე ეს დამატებითი ის და ყველაფერი უბრალოდ მე ამას ჭირდებოდა, ანუ დაზღვეული არაფერი გარდა აი პრობლემა ხო და სწორედ მაგაშია, რომ ერთადერთი რაც აი ამ ბოროტად გამოყენებისგან გაზღვევს არის ისევ აი შინაგანი აი ამ მათ შორის ამ პოლიტიკურ ელიტებსაც უნდა კონდეს ოღონდ მარტო ის არ გჭირდება რომ მათ შორის რაც პოლიტიკური ელიტა ყავდეს მხოლოდ ისეთი გასხივოსნებული რომ მოსამართლეებს უთხრას რომ მე თქვენ დამოუკიდებელი იყავით და თქვენ შექმნით ვერ შეიქმნება ანუ ყველ რაღაცნაირად ეს ნება იმისა რომ მოდი სისტემურად შენიყავი მართლა შესრულე სასამართლოს ფუნქცია ხო მართლა კონდეს აი მიუკერძოებელი არბიტრის ფუნქცია ეს თანხმობა უნდა დაინახოს ყველამ როგორც რაღაცნაირად საკუთარი ინტერესის საგანი რომ ეს ჩემს ინტერესებს არ ამხოლოდ რაღაც გრძელვადიან ინტერესებში რომ უკეთეს საზოგადოება შეიქმნება უფრო თავისუფალი საზოგადოება არამედ აი ეხლა მეც მაწყობს რა მაგალითად ივანიშვილი მაგას ვერ ხედავს ხო ანუ მას ვერ წარმოუდგენია რა ემსახურება მის ინტერესებს ყველაზე უკეთ გარდა იმისა რომ თვითონ აკონტროლებს ყველაფერს ეგ არის ხო ეგ არის ყველაზე მარტივი ხო ყველაზე მარტივი ეგ არის თუ ეგ ინტერესი დააყენებ წინ ხო ეგ ინტერესი არის რომ შენ თუ ანუ პირდაპირ კონტროლი თუ აღწევ შენ ყველა ანუ მოკლევადიან მიზანს რომ სანამ მე ცოცხალი ვარ
ჩემი ყველა აი პირველად ინტერესი იყოს დაკმაყოფილებული, მაგას აღწევ ყველაზე მეტად მასე პირდაპირი კონტროლით, ხო? შენ თუ არ იხედები რაღაც რამდენიმე თაობის მიღმა, შენ თუ არ იხედები ზოგადად საზოგადოების განვითარების პერსპექტივებიდან და შენ თუ არ გაქვს რა, ანუ შენ თუ საკუთარ თავზე მაღალი მიზანი თუ არ გაქვს და საკუთარ ნაჭუჭზე მაღალი მიზანი თუ არ გაქვს, ხო? რაც სამწუხაროდ აი ჩვენი ელიტების პრობლემაა ყველა დონეზე. რომ ისინი საკუთარი თავის მიღმა, აი ვიწრო თავის მიღმა, ხო, იმიტომ რომ თავიც არის და თავიც არის, ხო, იმიტომ რომ შენი, ანუ აი ის მათ შორის შენი წვლილი იმაში, რომ ეს საზოგადოება უფრო თავისუფალი იქნება თაობებზე და ის თაობები გაგიხსენებენ შენ. ამაზე უფრო ეგოისტური ხო ძალიან ცოტა რამ შეიძლება იყოს, ხო, მათ შორის რა. ანუ ამით შენ რაღაც უბრალოდ ეგ არის შენს ინტერესს და შენ საკუთარ თავს როგორ ხედავ რა. რამდენად ვიწროდ ხედავ შენთვის ეხა აი დღეს კონტროლი და ძალაუფლება ამ თავარია, იმ რაღაც მომდევნო 10-ან 20 წლიან პერსპექტივაში სანამ შენ ცოცხალი ხარ. მაგის იმედად ვერ ვიქნები თუ უბრალოდ სამწუხაროდ, ანუ მოვა ეს ვერ ხარ, ანუ აი რაღაც დროს ივანიშვილი არ არის, უბრალოდ იცი რა არის, რომ რაღაც ადამიანები იქმნებიან, ანუ საბოლოოდ ჩვენი პრობლემა რა არის, რომ არავინ აი გარშემო ელიტებში არ აღმოაჩნდა იმდენი ძალა, რომელსაც ეს ამბიციები დაუპირისპიროს და უთხრას, რომ არა, იცი რა არის, ანუ შენ არ უნდა იყო ესე. ანუ ამ საზოგადოებაში ესეთი იერარქია არ უნდა იყოს. მართლა ეს ადამიანები მართლა ესე ტრანსცენდენტულად კი არ გადიან თავის იმიდან. ანუ ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს მოკლე იმიდანაც რა, რომ მე შეიძლება ანუ მე ვერ ვაღწევ სრულ კონტროლს. მაგრამ მოდი არავის არ მივცემ შესაძლებლობას და მაქვს და ბევრ ადამიანს აქვს ძალა. რო არ მისცეს შესაძლებლობა ვიღაცას, რომ ისეთივე სრული კონტროლი კონდეს, როგორც მაგალითად ეხა ივანიშვილს აქვს, ან ვინმე ბელადს აქვს კონკრეტულ საზოგადოებაში. ანუ აი რაღაცა ისეთ წონასწორობა იქმნება საზოგადოებაში, რომ საზოგადოება იმდენად საზოგადოების შიგნით ეს ჯგუფები, ელიტები დაარქვი, გინდა თუ ისინი დაარქვი, ან ზოგადად საზოგადოება იმდენად ძლიერდება, რომ აი ესეთ თამაშის წესებზე თანხმდება რა, როგორცაც ჩვენ ვლაპარაკობდით საბოლოო ჯამში და ყველა ამ თამაშის წესებით არამხოლოდ იწყებს თამაშს, არამედ საკმარისი რესურსიც გააჩნია, ხო, მაგალითად იურიდიული სამართლებრივი პროფესია იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია რომ ეს იმუშაოს, ხო, იქით ადვოკატები არიან ძლიერები, იქით არიან, ხო, ეხლა როგორ არის მოწყობილი მაგალითად, ხო, წენარას ვამბობდით, რომ რავი, ანუ სასამართლოს ჩვეულებრივ იწყებ კარიერას რა, ანუ შეიძლება დამლაგებლიდან, ხო? ეხლა მაგალითად იგივე ამერიკაში რა ვიყოთ, ხო, მოსამართლეები ვიხდებიან უკვე კარიერის ბოლოში არის არა რაღაცა კარიერის მოწყობის და ფულის შოვნის, არამედ რაღაც გვირგვინია იურისტის კარიერაზე რა. კარიერული მოდელი არ არის რა. კარიერული მოდელი არ არის, აღიარების მოდელს ეძახიან. ანუ იქ არის აღიარების მოდელი. ანუ ეგ არიან მოსამართლედ გამწესება შენი. არის აღიარება. ეგ არის ფინიკო. მაგაზე ზემოთ აღარაფერი აღარ არის. აღარ არის, ანუ შენ იყავი მაგარი იურისტი, ანუ მთელი შენი ცხოვრება გალია როგორც მაგარმა პროკურორმა, მაგარმა ადვოკატმა რაღაცა, შეიძლება უკვე მილიონები გაქვს დაგროვილი. და აი ამ კარიერის ბოლოში 40-55 წლის რო ხარ, განსჯის უფლებას რო გაძლევენ განსჯის უფლებას რა. ანუ უკვე პროფესიაში გამორჩეული ხარ და სხვანაირი სიბრძნე ელოდებიან შენგან და მეტი პატივისცემა აქვს ყველას შენგან, ხო? როგორც მოსამართლეს, როგორც იმას და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამ ტიპის მოდელია, ხო? ეხა იქ ვიღაც პირობითად, რა ვიცი, ანუ იქიდან გამო კი ანუ უბრალოდ სხვა რამე, ანუ სხვა რაღაცას კი არ დავცინიან ამ ადამიანებს, ხო, რომ ამბობ რომ ვიღაცა მანდატური ან დამლაგებელი მოსამართლე დაწინაურებული. მაგრამ არ შეიძლება, ანუ ვერ გაძლევს ესეთ შედეგს, იმიტომ რომ შენ თუ გინდა რომ მოსამართლემ შეასრულოს ის ფუნქცია, მას სხვანაირი ეს უნარები სხვანაირი კარიერული გზით უნდა გამოიმუშაოს და აღიარებაც სჭირდება მას. მის ავტორიტეტი სჭირდება რა. აი, მან არის მეგონი სათქმელი ის დათუნთხა ეს წერა, ოღონდ ძალიან გაგვირდა რომ განმარტოთ რა, რას ნიშნავს ეს პოზიტივიზმი ზოგადად ჩვენთან როგორ ესმის ასე შემდეგ. იმიტომ რომ აი ეს განსხვავება ეხა
არაფერი არ არის ცუდი იმაში, რომ მანდატურმა მიაღწიოს მოსამართლეობას საერთოდ. ეგ კი არ არის ცუდი. ცუდი არის ის, აქ როგორ არის დანახული, საერთოდ როგორ ვხედავთ მოსამართლე, რას უნდა აკეთებს. ფუნქცია რა არის მოსამართლის. იქ იმიტომ ვერ მიაღწევს ამას თავდაპირველად მაინც რა, ანუ დაჭირდება მართლა მთელი ცხოვრება ჯერ რომ ეს მიიღოს ხარისხი, მე იყოს ძალიან დიდი ხანი ან თეორეტიკოსი ან პრაქტიკოსი იურისტი, მოიპოვოს რაღაც ტიპის დამსახურება, აღიარება, ირგვლივ და მე გახდეს მოსამართლე. იმიტომ რომ იქ მოსამართლეს ხედავენ როგორც ადამიანს, რომელსაც კიდევ ერთხელ შეუძლია შეცვალოს და დაბლოკოს ათობით მილიონი ადამიანის არჩეული პირების გადაწყვეტილება. მაგალითად, ჩვეულებრივ district judge-ს, ჩვეულებრივ რაღაცა საოლქო მოსამართლეს, რაიონულ მოსამართლეს შეუძლია რომ ტრამპის ან ნებისმიერ სხვა პრეზიდენტის ბრძანება დაბლოკოს. რაც უამრავი ეხაც გააკეთეს ერთი კვირის წინ რა, სული ბლოკება რა. ამ ხალხს შეუძლია სენატის და კონგრესის გადაწყვეტილებების დაბლოკვა. ამ ხალხს შეუძლია თავისი რაღაცა ახალი სამართლის მოფიქრება პრაქტიკაში პირდაპირ განხორციელება, რომელიც რჩება სამართლებრივ ისტორიას როგორც პრეცედენტი და ის პრეცედენტი შეიძლება მე გახდეს სავალდებულო ყველასთვის, ხო? თუ მაგას გავყვა პრაქტიკა. ეს არის მოსამართლის ხელში არის იმხელა კონცენტრაციის ძალაუფლება, როგორც არავის არც ერთ სხვა მოქალაქის ხელში. ასე ხედავენ და ამიტომ ფიქრობენ, რომ ამდენი წელი უნდა გაატაროს. ჩვენთან როგორ ხედავენ მოსამართლეს? მოსამართლე არ იქნება როგორც ესეთი რაღაცა, რაც ახლა მოვყევი, მოსამართლე არ იქნება ადამიანი, რომელიც უნდა ჩახედოს კანონს, კანონში როგორ წერია და უბრალოდ ეს კანონის ნორმებს მიუსადაგოს არსებული სიტუაცია, არ შეხედოს იმას ეს კანონი სწორია, ანუ კონსტიტუციურია თუ არაკონსტიტუციური, იქ რო აჩერებენ მაგალითად ამ ორდერებს, ხო? რატო აკეთებენ? იმიტომ რომ არაკონსტიტუციურია და მორჩა. თეორიულად ჩვენთანაც აქვს მოსამართლეებს ამისი უფლება. პირდაპირ კონსტიტუციის გამოყენების უფლებაც აქვს, საკონსტიტუციო მიმართვის უფლებაც აქვს და ასე შემდეგ. მაგას არ იყენებენ. ნუ 1-2 ძალიან ცოტა იმ გამონაკლისების გარდა, ვინც თეთრ წყაროში ან რაღაცა ეგეთი, ხო? ანუ არ იყენებენ, იმიტომ რომ მოსამართლე დანახული არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია წაიკითხოს, ელემენტარული მოეთხოვება, რომ წაიკითხოს რა წერია კანონში, წაიკითხოს რა წერია საქმეში და მერე მიიღოს რაღაცა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც და ამაში თქმა არ უნდა ჭირდებოდეს, არ მიდის აი იმ დასახელებული იმ გზის, იმ ინტერესების წინააღმდეგ. ეგ არის და მაგას რა თქმა უნდა გააკეთებს, ანუ მანდატური კი არა, ვიცი, თქვენ გააკეთებთ ახლა. მართლა ძალიან ჩვეულებრივად რა და ამიტომ მოსამართლის ფუნქცია, როლი საზოგადოებაში რა არის, ეს არის დანახული კვინტესენციურად განსხვავებულად. თუ ასე ვხედავთ მოსამართლეს, რომ ის არის უბრალოდ, რა ვიცი, უნარებში მაღალი ქულა უნდა კონდეს და მორჩა, ხო? ანუ მაშინ ოკეი, მოსამართლე შეიძლება იყოს აბსოლუტურად ნებისმიერი. თუ ჩვენ ვხედავთ მოსამართლეს ისეთ ადამიანად, რომელიც უნდა იყოს აი მართლა კონსტიტუციის დარაჯი, ადამიანი, რომელიც მარტო დაწერილს კი არ შეხედავს, არამედ იმ დაწერილთან ამოიკითხავს შინაარს, ასევე ამოიკითხავს შინაარს იმ კანონზე მაღალი საკანონმდებლო ნორმატიული ძალის მაღალი საკანონმდებლო ჩანაწერებიდან, იქ სტრასბურგის საქმეები ეცოდინება რაღაცები, ხო, რომელიც ჩვენ სავალდებულოა. და ამ ყველაფერს შეაჯერებს და კარგ სამართალს შეგიქმნის, ასეც თუ ხედავთ მოსამართლეს, მაშინ ჩვენ წესიერ მოსამართლეს სულ რამდენიმე გვეყოლება თუ საერთოდ რა აი მართლა ეგეთ სიტუაცია ჩვენ მოსამართლეს ვხედავთ როგორც ადამიანს ვისაც უბრალოდ უნდა შეეძლოს ფურცას დაწერილის წაკითხვა და მეორე მხრივ აი დარეკვა არ დაჭირდეს მასთან ჩინჩალაძეს რა ჩვეულებრივ ბიუროკრატია და სტრუქტურულად აი სისტემურად ეს 9 კაცი რო ახსენე იქ არ არის გამოსავალი აი იმ 9 კაცის ან ძალაუფლების ანუ მათზე კონსტიტუციაში გიწერია რომ იმ ხალხს ეგრე ვერ დაშლი ეს იუსტიციის ხო, მაგრამ თითქოს იქ გადანაწილებული არის ხო რაღაც ხელისუფლების რაღაც სხვადასხვა შტოებიდან სასამართლოში არა, სასამართლოზე არა, იუსტიციის საბჭოში არა, უმრავლესო მოსამართლეებია და გარედან ვინც უნიშნავენ, ისე უნიშნავენ, რომ გარედან დანიშნულების თანხმობა უცლებად ჭირდება, თუმცა კონტროლის მექანიზმია რა რეალურად, იმიტომ რომ აიძულებს იმას, რომ შენთან წამოვიდნენ მუდმივ ასე ვთქვათ ალიანსზე. არა ეგ დასაშლელი ახლა თუ გადავდივართ მაგ ინსტიტუციურ ფორმაზე საბჭო როგორც ესეთი არის დასაშლელი ამ ფორმით მithumet. კარგად რო გავიგოთ პირველი ანუ ეს ნულოვანი არის ახლა თუ გამოსავალზე გადავდივართ არის პერსონალის რეფორმა აუცილებლად და გვაქვს კიდევ რაღაცა ბევრი ინსტიტუციური ხო საბჭო უნდა დაიშალოს პირველ რიგში. ხო აი ახლა ბოლოს ამას წავიკითხეთ გერმანელი მოსამართლის ოპედი ინგლისურად დაწერილი სხვათა შორის ეს გერმანელი მოსამართლე დიდი ხანია იმ გერმანული პროგრამით იყო ჩართული ამ მოსამართლებთან. და
და ეხლა რო ხედავს ეს მოსამართლეები რას აკეთებენ, და ესე ქვია, ხო, შეგვიძლია რამე შეიძლება თუ არა ქართულ სასამართლოს, არის რამე ხსნა. და ბოლოში ამბობს, რომ ისეო აი მან პოლიტიკურმა შტოებმა შეიძლება იხსნან, იმით რომ უბრალოდ დაშალონ. და აბსოლუტურად სწორი მიგნება ამ ადამიანის, რომ შეუძლებელი არის ინსტიტუციურად ამას რამე ეშველოს. გარდა იმისა, რომ ეს სისტემა დაშალოს, აი სრული კონტროლი რაც აქვს. ეხლა აქვს სრული კონტროლი მაგ საბჭოს. კონსტიტუცია გჭირდება, ხო ცვლილება ამ დაშლისთვის. ანუ პერსონალის კონტროლისთვისაც კონსტიტუციის ცვლილება გჭირდება, ამისთვისაც, იმიტომ რომ მოსამართლეთა იმას ეხება ხელშეუხებლობას. ამ გჭირდება რეალურად კონსტიტუციის ცვლილება, რომელიც აჩვენებს მათ შორის მაღალ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ქირურგიული ჩარევა არის რა, ანუ პრაქტიკულად ქირურგიულად ერევი და ამ ყველაფერს ჩეხავ. სისტემა უნდა დაშალო, ეხლა როგორც არის, ეგ საბჭომ მთლიანად უნდა გაუქმდეს, ეხლა საბჭოს ხელში დამოყრილია ყველაფერი. დანიშვნა, გათავისუფლება, კარიერულ კიბეზე სრული მობილობა, ანგარიშვალდებულება სრულად იმათთვის, ანუ არავის საკონსტიტუციოსაც ეხება ეს? საკონსტიტუციოს ფორმალურად არა, მაგრამ საკონსტიტუციაში ისი არის საბოლოო ჯამში იქ მოწყობილი სტრუქტურა, რომ თვითონ აქვთ რა საკონსტიტუციოშიც თავისი დანიშვნების მეშვეობით საბოლოო ჯამში ეხა კლანის მიერ წარგზავნილი ტიპი არის თავმჯდომარე და თვითონ პროცედურულად იქ ისე არის მოწყობილი, რომ დანარჩენი პირებიც თუ არიან ასევე ლოიალისტები, ის მეტწილად ექვემდებარება თავმჯდომარის დისციპლინას. იმიტომ რომ იქ თავმჯდომარის და მათ შორის, როდესაც 2016 წელს საკონსტიტუციო უწევდა მნიშვნელოვან წინააღმდეგობას და მაშინ სპეციალური კანონმდებლობა მიიღეს იმისათვის, რომ დროებით გაეჩერებინათ სასამართლო და გაეჭედათ და მერე დალოდებოდნენ, ანუ გამოტენიდნენ თავისი ლოიალისტებით. იქ ბევრი რამე ისე შეცვალეს, მათ შორის პროცედურული წესები, რომლითაც მისცეს შესაძლებლობა გარედან მანიპულაციის და მისცეს შესაძლებლობა იმის, რომ თავმჯდომარეს კონდეს კიდევ სრული კონტროლი იმაზე, იქ შიგნით როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ხო? პრაქტიკულად იქ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ნაწილში ძალიან მარტივად საკონსტიტუციოს კონტროლი პრინციპში მაგ ნაწილში ყველაზე უფრო მარტივია რა, ანუ ყველაზე უფრო მარტივად მოხერხებადია, იმიტომ რომ 9 ტიპი ყავს, რომელსაც ლოიალისტებით ამუშავებ, ისე განუსაზღვრავ ჩარჩოს, რომ იქ თავმჯდომარე 10 წლიანი ვადა არის, შეზღუდულია, ანუ ამას პერიოდული განახლებით აღწევ იმას, რომ შენ თუ დიდი ხანი რჩები ძალაუფლებაში, იქ მუდმივად ჩენებს ნიშნავ. და შესაბამისად კონტროლი გააქვს, ხო? ეხა ყველა ეს არის დასაშლელი. კონტროლი რო არ გვინდა მაგაზეა საუბარი. ახალი კონტროლიც არ გვინდა. ხო, ეხა ეგ უნდა მოშალო. ეგ უნდა მოშალე მათ შორის, იმიტომ რომ ის საკონსტიტუციო ცენტრალიზებული არის და შიგნით არ არის საკმარისი ავტონომია, მათ შორის კოლეგიები კი არის, მაგრამ კოლეგიებს არ გააჩნიათ საკმარისი ავტონომია. არის ერთი თავკომბალა, სადაც ძალიან დიდი უფლებამოსილება საკონსტიტუციო კონტროლის არის ერთი მასში თავმოქცეული, ცენტრალიზებულად კონტროლდება. მანდაც შეიძლება, რომ რაღაცა ტიპის შიდა დეცენტრალიზაცია და ეგ ანუ აი კიდევ ერთი მესამე წიგნი, რომელიც საკონსტიტუციაშია. რომელიც არა დაწერილია კაცო უკვე, მაგრამ ისე დროს გამოქვეყნდა, რომ ეგ რო გამოქვეყნეთ, მაგ დროს ესენი არჩევნებს აყალბებდნენ და იმაში ვიდექით, ქუჩაში ვიდექით, ასე რომ მაგაზე ასე ვთქვათ, საუბრის დრო ნაკლებად იყო. ანუ რაღაც ტიპის ინსტიტუციური გადაწყვეტები. ანუ შენ თუ ოღონდ ეგ ყველაფერი მაქვს მეც და ყველასაც იმ დათქმებით შემოთავაზებული, რომ მართლა გვინდა ამ ყველაფრის გაკეთება. ანუ ჩვენ თუ გვინდა რაღაცები თავიდან ავიცილოთ, მაგის გზები არის, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ამ ყველაფერს გვერდი აუაროთ და ეს ყველაფერი ბოროტად გამოვიყენოთ და ყველა ამაზე მუშაობს გარშემო საზოგადოებაში, აი ვერაფერი ვერ გამოგივა რა, ანუ ამიტომ არის რომ ეხა რეალურად არაფერზე საუბარს მანამ სანამ ამ ქვეყანაში ეს რეჟიმი არის, არაფერზე საუბარს აზრი არ აქვს. მერე როცა დაშლი იმ ძალაუფლებას, რომ დანიშვნები ერთ ხელში აღარ არის, დისციპლინირება ცალკე არის, თანამდებობიდან გაშვება ცალკეა, ანგარიშვალდებულების მექანიზმი ცალკეა, იქ კარიერული წინსვლა სხვანაირად წყდება, ერთიანი კიბე კარიერული აღარ არის, შეუძლებელია მერე რომ ერთმა უფროსმა გადაწყვიტოს შენი მანდატურიდან უზენაეს სასამართლოში წასვლა. ამ ყველაფერს რომ მოშლი და ინსტიტუციურად გააკეთებ, მათ შორის გააკეთებ იმას, რომ ძალაუფლებას მაგალითად ძალაუფლებას კიდევ დაყო
აი ნაფიც მსაჯულების სწორედ აქ ამაში შემოდის, ხო? გაიტანი იქ რაღაც იურისდიქციას მიცემ სისხლის სამართლის სფეროში, დიდი იურისდიქციის წილი გადავა ნაფიც მსაჯულებზე, ხო? კონტროლის დიდი ისიც ინტერესიც მანდ არის. გამოვა, ხო? ანუ ამით დამატებით აცლის აყრდნენს რა, ანუ ეხა გაქვს როგორი ცენტრალიზებული მონსტრი. ანუ შენ ჭირდება რომ ეს ცენტრალიზებული მონსტრი აგურ დაშალო. ანუ ოღონდ ყველა იმაზე, ანუ ერთი აგურის გამოცლა მათ შორის რა იყო და თელი სისხლის სამართლებრივი იურისდიქცია რო თუნდაც ნაფიც მსაჯულებს მისცემს. ის ნაფიცი მსაჯულობაც მუშაობს რა, ნაფიც მსაჯულობა ძალიან მე ანუ რაღაც სტუდენტი ვიყავი რომ წავიკითხე და მაფთოვანა ძალიან განსაკუთრებით აი ტოკვილი რასაც წერს ამერიკულ ნაფიც მსაჯულობაზე რომ ერთგვარი მაგით სწავლობენ ადამიანები პოლიტიკასო რა, მაგით სწავლობენ თავისუფლებას. ოღონდ მართლა უნდა რაღაც თვითმმართველობის და თავისუფლების სულისკვეთება უნდა იყოს მოქალაქეებში, ხო? ნაფიც მსაჯულობის უფლება არის უფრო მნიშვნელოვანი უფლება. პასუხისმგებლობა, ხო, არჩევნების უფლებაც კი, იმიტომ რომ ნაფიცი მსაჯული მონაწილეობ ძალაუფლებაში. ხო, მონაწილეობ. შეწყვეტ როგორი კანონი მაუნა იმოქმედოს რეალობაში და არჩევნების დროს უბრალოდ ხმას აძლევ, ვინც მე რაღაც კანონები უნდა შექმნას. ანუ ნაფიც მსაჯულობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება. აკეთებდა პირდაპირ დემოკრატიული ის არის რა, ანუ უფლება და არა ვალდებულება. ვალდებულებას ისე უჭერთ ეს ხარს ვალდებულება. იცი რა არის, ანუ რაღაც ტიპის ვალდებულების. ცოტა რომ გადაუხვიოთ წინა იმაზე ვიდაოთ მან უმეტესად ამერიკაში არის ეგ, ანუ იმიტომ რომ ოღონდ ეგ ვალდებულებაც არის როგორი რომ მაგალითად უარს თუ იტყვი რაღაც ჯანიმას გადაიხტიან რაღაცა რა, უნდა იცოდე რომ ბრიტანეთში უფრო მკაცრად არის რა. ხო, მაგრამ ამერიკაში ეგ არის რომ თუ თავს არიდებ ამ ჯური დიუთის, ანუ იცი რა რეალურად ძალიან ხშირად არ გიწევს რა. და უნდა იცოდე რომ ეს არის მათ შორის შენ რო დაგჭირდება, შენი უფლება, ანუ ეს არის ჩამოყალიბებული როგორ უფლება რომ გაგსაჯონ შენმა თანასწორებმა. შენი უფლება. შენ რო ეს დაგჭირდეს და შენ რო მოითხოვო, ვიღაცამ უნდა დათმოს, ხო? თავისი დრო მოვიდეს და ამაში მიიღოს მონაწილეობა. შენ თუ უფლება გაქვს რომ ეს მოითხოვო სხვებისგან, მაშინ სხვებსაც უნდა კონდეს იგივენაირად შენგან იგივეს მოთხოვნის უფლება, რომ შენც თუ მოგიწია ესე შემთხვევით და შეიძლება 10 წელიწადში ერთხელ მიხვიდე რა რაღაც დრო გამოყო და ისეთივენაირად განსაჯო შენი თანამოქალაქე, როგორც შენ გაქვს, შენ თუ გაქვს რომ მოლოდინი რომ უფრო სამართლიანი იქნებიან შენი თანასწორები შენი განსჯისას, იგივე მოლოდინი სხვასაც აქვს და ყველამ თუ ამას თავი არის და მაშინ ეს სისტემა ვერ იმუშავებს. ამიტომ კი შეიძლება თავი არიდო რაღაც დროს, მაგრამ ხო ამაზე აი მათ შორის იმ ჯარიმ უნდა იყოს ანაზღაურებადი რო იყოს. იცი რა არის, ანუ არის რომ მაგალითად კანონი არა არც ხო არ უცლის ანაზღაურებაზე რა არის, მან ძირითადად პრობლემა ის არის, რომ აი მაგალითად ეხაც ჩვენთანაც არის გათვალისწინებული, რომ და იქაც მასია, რომ ვალდებული არიან, რომ გამოგიშვან ანაზღაურებად შეგვიძლია მოგცენ სამუშაოდან და ასე შემდეგ პრაქტიკულად ანაზღაურებად გამოდის, ხო? ანუ ის უფასო არ გამოდის, იმიტომ რომ შენი დამსაქმებული თუ ვალდებულია, რომ ანაზღაურებად შეგვიძლია მოგცეს, ესე იგი გინაზღაურებს, ხო? იმასაც თავის იმ შენ დამსაქმებელსაც თავის წილიში აქვს ამაში, ხო? ერთგვარი გადასახადის, ერთგვარი სახე არის ესეც. ყველა სხვადასხვანაირად იხდის, ხო? გადასახადისა, რომლიდან საბოლოო ჯამში შენ სარგებლობ, ხო? შენი ანუ შეგიძლია პირდაპირ სარგებელი მიიღო იმით, რომ ვიღაცა შენს გამგსჯის რაღაც დროს, ან საბოლოო ჯამში მართლმსაჯულება რო უკეთესად აღსრულდება და უფრო დაცული საზოგადოება რო მუშაობს, აქედან წვლილი შენს გაქვს რა და ამით რაღაცა წვლილი შენ შეგაქვს, ხო? გარკვეულწილად ამაში. და ანუ ეს შეიძლება, რა თქმა უნდა, რაღაცა ტიპის ის წინააღმდეგობა ამაში არსებობდეს, ხო? ანუ იძულებითი მომენტი იყოს, მაგრამ თანხდებით იმაზე, რომ არსებობს რაღაცა ფარგლები, სადაც შენ იძულება მინიმალურად შეგიძლია თავსებადი გახადო რაღაც თანხდებით, მაგრამ მანდ აღარ მოგედავებ. რაღაც ფარგლებში შეგიძლია რომ გახადო. რაღაც ფარგლებში ლოგიკა მესმის. ხო, ლოგიკა მესმის, არგუმენტები მესმის. ხო, ჩვენ ანუ აქაც ოღონდ, ანუ თეორიულად შეიძლება ამას ეს არის თეორიული კანონი. პრაქტიკულად რომ შევხედოთ რა, ამერიკაშიც, ბრიტანეთშიც და აქაც ძალიან ადვილია პრაქტიკაში თავის არიდება. ლეგალურად თავის არიდებას გულისხმობ. ეტყვი იქ რაღაცა ისეთ შენს
ზედმეტად ცოტა ის რაღაცა ჰიპერბოლიზებულ წარმოდგენებს სამართლის და სამართლებრივ შესახებ თვითონ აგირიდებენ გაისტერო თავს ხარებმა რო აგირიდო ძალიან ადვილად დავყოლიებელი ხასიათი მაქვს იმ რაღაც გამო ამიტომ ეს რო იყოს ანუ ვალდებულია სახით რომ თეორიულად იყოს ჩამოყალიბებული იმიტომ რომ სწორია რა ანუ ასე უნდა შენდებოდეს საზოგადოება მაგაში რაღაც მაგრამ აქ არავინ ხო არ პრობლემას მაგრამ არავინ ხო არ გაიწუ ანუ გასაგებია რომ ანუ ანარქისტად რო არ ჩამთვალონ ხო არა კი ბატონო გასაგებია ანუ ეგ ანარქისტულისიც გასაგებია ანუ ზოგადად ანუ აბსტრაქტულ დონეზე ამ პრობლემა ჩანს მაგრამ ჩვენ ვამბობთ რომ ხო ჩვენ შეგვიძლია ვერ პოულობთ ამ შემთხვევაში რაღაც პრობლემის იდეალურ და ყოველთვის მისაღებ გადაჭრას მაგრამ შეიძლება ვიპოვოთ ისეთი გადაჭრა რომელიც მან მივიდეთ რომ ეგ კონდეს სადაო და მე რომ მაგაზეც ვიდავ. შესაბამისად მე მაგაზეც ვიდავებდით, ხო, მაგრამ აქაც ხო ეხა მივდივართ იმაზე რომ პირობითად ჩვენ თუ შეგიძლია თავიდან აიცილო, მაგრამ აი მაინც პრინციპულად თუ არ სამბობ და ჯარიმას იხდი ხო ის ჯარიმაც რაღაც ხო არა ჯარიმაც არ უნდა გადამახტევინო ხო სხვა ინტენსიურობა არის განსხვავებული ხო და განსხვავებული ის არის მაგრამ რეალურად აქ ჯარიმასაც საბოლოო ჯამში იხდის ძალიან ცოტა ადამიანი საბოლოო ჯამში უმეტესობა თავს არიდებს უფრო იმას, მაგრამ ეს სისტემა მაინც მუშაობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს მართლა მიაჩნია, რომ არა, ეს არის ხო, პატივიც არის, ვალდებულებაც არის, ეს არის და ასე შემდეგ. ხო და ის ძალიან ის ადამიანი, რომელსაც რაღაც წინააღმდეგობა აქვს, ის თავის იმას პოულობს. ჩვენნაირ პატარად ბოდიში ერთ პატარა იმას დავამატებ, ბარიღამ ქრახალ საუბრობთ, რომ ჩვენნაირ თქვათ ესეთ ცირე საზოგადოებებში განსაკუთრებით კიდე არგუმენტი გემატება, რატო არ გინდა შეიძლება საჯულად გამოსვლა და განსჯა და აქ აქვს ეგ პრობლემა, ხო, საბოლოო ჯამში გეუბნები არა, ყველა ეგ არის, ხო, ეგ მაჩვენებს ერთი სამართლიანობის განცდით, მეორე თქვათ თავის შეკავების და იგივე შიში შეიძლება კონდეს ბევრს. ხო და ერთია ლოგისტიკურ პრობლემებს ქმნის, აი მათ შორის რომ საუბრობენ მაქსიმალურ გაფართოებაზე, ზოგადად დიდ საზოგადოებაში მეც ვეთანხმები რა საქართველოში შეიძლება მაქსიმალურ გაფართოებას კონდეს მართლა კონდეს ლოგისტიკური პრობლემები აღსრულების თვალსაზრისით ერთი და მეორე ხო ანუ ეს გაფართოებას რაღაც ორგანულად უნდა გაიზარდოს საბოლოო ჯამში რაც უფრო გაიზრდება თვითონ აი ამ საზოგადოების ხარისხით, ხო, მათ შორის აი ეგ მომწონს ყველაზე ეს კი, აი ეს პასუხისმგებლობა მოქალაქის და აღება სამართლიანობის აღსრულებაზე, რომ შენი წილი შეგაკ პირდაპირ ეს არის სხვა ხარისხი უკვე მოქალაქეობრივი შეგვიძლია. აი მაგალითი ვთქვა, ხო, ეხლა ჩვენ გვაქვს ადგილებზე, როგორ, ანუ ეს ქვეყანა აქვს ერთ დიდ ოლიგარქს ფეოდალს და ადგილებზე განსაკუთრებით რეგიონებში არიან პატარ-პატარა ფეოდალები, ხო, რომლებიც მაგალითად ერთ მუნიციპალიტეტში აქვს რამდენიმე საწარმო, გოჩაინუქიძე რაჭაში, ხო? ანუ წარმოვიდგინოთ, რომ აი მთელი რაჭა დასაქმებული ყავს, ხო, მას უმრავლესობა. ეხლა ეს ხალხი, რომელიც არიან აი კლიენტელისტურ ურთიერთობაში ნუქიძესთან შეიძლება თუ არა ისინი იყვნენ სამართლიანები, როდესაც საქმე მის ინტერესებს ეხება. და გაუჭირდებათ, შეიძლება იყვნენ უფრო სამართლიანი ადამიანები, მაგრამ გაუჭირდებათ, ხო? რეალურად როდის იქნება უფრო სამართლიანი ნაფიც მსაჯული? როდესაც ადგილზე ის ხალხი იქნება უკვე საკმარისად მათ შორის თვითონაც თავისუფალი ისეთი, რომ აღარ იყოს აი ესეთ კლიენტელისტურ ურთიერთობებზე დამოკიდებული თვითონ იყვნენ უფრო მდიდარი, უფრო შემდგარი მოქალაქეები, ისე რომ ვერავინ ვერ უბედავდეს რა, ესეთ ზემოდან ასე ვთქვათ დაქვემდებარებას და რაღაც. ეგ მოთხოვნილებაც მე თავისთავად იქ გაჩნდება, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი უფლება, რომ ადგილზე იყვნენ თვითონ მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩართული. ასე დრო შეიძლება იგივე ის ამერიკული მოდელიც აიღო და თქვა, რომ ესეთი საზოგადოება რო გააქვს, ხო? შეგიძლია პირობითად სადღაც დაუშვა და ვიღაც ადგილებზე თვითმმართველობის ფარგლებში ოღონდ ეგეთ და ფედერალიზმის ფარგლებში ვიღაცა მოითხოვონ, რომ მოდი აი ჩემ ადგილზე მე ვწდი და ვიღაც მოსამართლეების ადგილზე ავირჩევ კიდეც. ოღონდ ეხა რო თქვა, რომ მოდი მე ცენტრალიზებულად ისე დავაწესებ
რომ ყველა მაირჩიოს მოსამართლე, მაშინ რაჭაში გეყოლება შენ გოჩა ენუქიძის მიერ ნაყიდი ისეთივე მოსამართლე, როგორც გოჩა ენუქიძე იყო მაჟორიტარი, ან ანზორ ბოლქვაძე იყო იმაში, რა ქვია, აჭარაში, ან ასე შემდეგ. ეხა გეყოლება რეალურად იქ ჩაატარებენ პირობითად ფორმალურად თომ არჩევნებს და სინამდვილეში როგორც აი ცენტრალიზებულად ყველა მუნიციპალიტეტში ოცნება იგებს ჭყალებში არჩევნებს, იქ მე ოცნების მიერ ცენტრალიზებულად დარასკალადებული მოსამართლეების არჩევნები გექნება, ხო? მაგიტომ ინარჩუნებს კებსის პოლიციის შეფების არჩევნებს. იგივე მოსამართლეების არჩევნებზე მაგ თავი არგუმენტი. ანუ პრინციპი მომწონს ძალიან. სულ ფედერალიზმი შეიქმნას რა, აი ნაფსის საჯულები კიდევ ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებაა ჩემთვის, აბსოლუტურად თუნდაც ვალდებულების სახით იყოს ჩამოყალიბებული, მაინც უფლებაა რა, რომ შენ განგსაჯონ, შენმა რაღაცა თანამოქალაქეებმა და ასე შემდეგ რა. მაგრამ პანაცეა არ არის, ვერ იქნება, ანუ ეგ რაც ისმის ხოლმე რა, იმიტომ რომ ცოტა მოსაწყენია ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაცა პერსონალის რეფორმაზე, ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რატო უწყალობთ ამდენს და ნუ ოკეი, დაუშვათ, მოვიშორეთ ეს ფეოდალები და გავაკეთოთ ყველგან ეს რაღაც ნაფთის საჯულები და უშველიან რა, ხო? ანუ მოსამართლე აღარ გეყოლება ესეთი რეგვენი და განგსჯიან შენები და პირდაპირ დემოკრატიაც ხო ეგ არის. მან შემოდის ის პრობლემა, რომ აი მართლა ეს საზოგადოება უნდა იყოს ცოტა მეტად გაზრდილი რა, ცოტა უფრო სხვანაირად, უფრო მეტი სამოქალაქო შეგნებაც უნდა არსებობდეს. ანდაც კაცო იქ ამერიკაში ხა იქ ყველაფერს ნაფთსაჯულები ხარ წყვეტენ, ხო? იქ არის დავები, რომელიც არის ნაფთსაჯულებზე, ადგილზე და არის მთელი რასაც ფედერალური მოსამართლეები ასრულებენ. აი მაგალითად იგივე ეს ადმინისტრაციული ამხელა სახელმწიფოს კონტროლი და ასე შემდეგ. ხო, არ ფედერალურ ეგ იურისდიქციულ დონეზეა გამიშვილი, მაგრამ აი სისხლის საქმეები რო ავიღოთ რა, აი დაუშვათ მკვლელობის საქმე რა, სტანდარტული მკვლელობის საქმე. თუ საზოგადოებაში აი ისეთი დიდი დონის როგორც ეხლა რა ვიცი, კვლევები ამბობენ და ასე შემდეგ, ხო, არ მინდა ძალიან ისე ჩავიდე. თუ დაუშვათ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ვიცი რომ მე რაღაცა ნიშნით ვარ გამორჩეული სხვებისგან. არ აქვს მნიშვნელობა ეს კანისფერი იქნება ორიენტაცია თუ ასე შემდეგ და მე ვიცი იმ მუნიციპალიტეტში როგორი ხალხი ცხოვრობს და როგორები გამასამართლებენ, ხო? ეგ დაემსგავსება ამ შემთხვევაში მე თუ არ მექნება უფლება იმისი მოთხოვნის, რომ გამასამართლოს მე მოსამართლენ და არა იმ ხალხმა, ვინც შემწინააღმდეგ მიკერძოებული იქნება, ხო, ეგ იგივე არაძნჩის ეს გასამართლება რა, სასჯელი ნორმალური შეიძლება გამოვიდეს და არა ჩამოხრჩობა და ასე შემდეგ რა, მაგრამ დაწესება იყოს სასჯელის არასწორია. ამიტომ ნაბიჯი მსაჯულები თუნდაც ბიძინაგია ენუქიძეების რო გავყაროთ და იქ ჯაფარიძეები და ასე შემდეგ, ხო, სვანეთში რო არის ის. ხო, კი. ანუ მარტო ეგ არ არის საკმარისი, მოქალაქის იმისი უფლება უნდა ქონდეს, რომ ის როგორც იმის უფლება უნდა ქონდეს, რომ ნაფცემა გაასამართლონ, ისე რომ ნაფცემა არ გაასამართლონ რა და ამიტომ გჭირდება შენ მზად ყავდეს მოსამართლე, რომელსაც აქვს ეს პროფესიული კარიერა გამლილი, ჩამოყალიბებულია, არ უშინდება რაღაცა საზოგადოების წნეხს, არავითარს და ჩახედავს და განიხილავს საქმეს, როგორც ჩვეულებრივ საქმეს, რაც აუნა media friends-ი არსებობს ამაზე და ასე შემდეგ რა. მარტო ნაფიცებით საქმეს გამამტყუნებელი ვერდიქტი, მე რო შეგიძლია რომ მხოლოდ საკასაციო წესით საჭირდება. და გამომართლებელი კიდე, ეგ გამომართლებელი ცალკე უარესია რა, წარმოვიდგინოთ რომ აი რაღაცა ეს ენუქიძე არ იყოს დაუშვათ, მაგრამ აი ვიღაცა პოლიციელი შვილმა ეხა როგორც ნახეთ, ვიღაცა ადამიანი ცემა, იმიტომ რომ ღირსების შელახვად მიიღო რაღაცა და ცემა და ასე შემდეგ. დაუშვათ მოკლა, ხო? არ ვიცით რა ქნა, ხო? იმ ადამიანებმა ეს რო გაამართლონ, ხო? ეგ აღარ საჩივდება საერთოდ. მორჩა. და ეგ არ შეიძლება რომ დაშვებული იყოს ყველაში, ან პირდაპირ დემოკრატია კარგია, მაგრამ არის ამბები, სადაც ეგ ვერ გამოდგება. ანუ ეგ არის ეგრეთ წოდებული jury nullification, სადაც ხალხი მიდის ხოლმე დადგენილი კანონის წინააღმდეგ. ოღონდ ხო მანდაც რა თქმა უნდა გარკვეული დათქმებია ჩვენთან რა რისკები არის, ეგ მაგნაწილში გასაგებია, ხო? მაგრამ მეორე აი ის რაც თქვი რომ თუნდაც ის გამამტყუნებელი ვერდიქტი რომ შეგიძლია აიტანო და ასაჩივრო და საკმაოდ ფართო ეხა ეგ შეიძლება იქ სამართლებრივი შეცდომები იყოს, პროცედურული შეცდომები იყოს. ან წმინდად შეიძლება მართლა იქ არასაჩივრებენ ხოლმე ანუ ჟიურის მიერ ფაქტების
შეფასების, ასე ვთქვათ, ნაწილს, მაგრამ ანუ კვალიფიკაციის ნაწილი და ასე შემდეგ შეიძლება რომ მნიშვნელოვანად გასაჩივრდეს. ხო, მაგისთვის რა თქმა უნდა, მოსამართლეები გჭირდება და მოსამართლეები ასრულებენ და უმეტესად ასევე სასჯელი შეფარდებასაც ეხა ამერიკაში ხო მათ შორის ძალიან ცოტა შტატი არის სადაც ჟიური აკეთებს იმასაც სასჯელი შეფარდებას აი სამოქალაქოში კომპენსაციის ერთ-ერთ ხო ან კომპენსაციის ოდენობას ხო ერთ-ერთ გამონაკლისი იყო მე რასაც დავესწარი ვირჯინიის შტატში პირადად რომ თვითონ ჟიურიმ შეუფარდა სასჯელიც და მოსამართლე საერთოდ უბრალოდ მარტო სხდომის წამყვანი იყო და პროცედურული ასე ვთქვათ საკითხები სტუდენტობის დროიდან რაც მახსოვს კიდე განსხვავებული იყო თვითონ ეს ისიც მსაჯულებიც რა ჟიური მე მგონი გერმანიაში იგივე იაპონიაში რაღაც ცოტა უფრო როკინგ ჟური თუ სწორად რაღაცა ჩვენ ეხავს აუბრობთ ხო ჩვენ ეხავს აუბრობთ უფრო კლასიკურ ანგლო-ამერიკულ ფორმაზე ვსაუბრობთ რაც არის ჟიურის უფრო მეტად, იმიტომ რომ იქ კონტინენტური ვერსია გერმანული ასისტენტივით შეებოდა რაღაც შერეულია და ანუ მოსამართლე არის მოკლედ ჟიურის წევრი, ჩვეულებრივი და ის რაღაცა მიიყავს თავისკენ, მაგრამ ეგ სწორი მგონია ეხლა თან ისე ხო ანუ თუ ჟიური შემოყავს ბარეღამ ეს ანგლო-საქსონური მოდელი უნდა შემოყვა მან როგორ პრობლემა რაც არის და კი აქვს ამაზე აზრს გადაწყვეტილება ტაქსკე ბელგიის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლომდე ნათელი მაინც არ არის რა, იმიტომ რომ ჩვენთვისაც პრობლემურია ეგ რაღაც დონეზე. ანუ ჟიური გადაწყვეტილებას რო იღებს, ვერდიქტი რო გამოაქვს, ადამიანი არის თუ არა დამნაშავე. ჩაიგინა თუ არა დანაშაული. ეს გადაწყვეტილება გასაგები ხო უნდა იყოს, ეგ ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი არის რა. გასაგები უნდა იყოს მსჯავრდებულისთვის რა დააშავა. რატომ მიიჩნიეს ის დამნაშავედ რა და ამ სისტემაში ჟიური არასაბუთებს. ანუ მოსამართლე რო წერს გადაწყვეტილებას, ის მთელი სამოტივაციო ნაწილი არის, რა ვიცი, ასობით გვერდი გრძელდება ხო. ეს შინაგანი წმენდაც არ გეუბნებს. აქ უბრალოდ პასუხს ერთ კითხვას დამნაშავე ცანი თუ არ ცანით დამნაშავეა მორჩა. იმან აღარაფერი აღარ იცის რა და ეგ იყო გასაჩივრებული ტაქსკეში, იმიტომ რომ ეს ბელგიაშიც ეგრე იყო რა, ანუ არაფერს არ პასუხობ. ჩვენთანაც ეგრე არც ერთ კითხვა არ დაესმის. არის შერეული სისტემები, სადაც დაუშვათ რამდენიმე მე მოსამართლე ადგენს რაღაცა კითხვას და ეს მოსამართლე ეკითხება რა, რომ აი დაუშვათ დაადგინეთ რა, რომ ამ ადგილას იყო რა, ასე ეგეც რაღაცებს აი წერს. ხო, კატეხიზმს ავითარი რა. აი ძალიან ის არის, ძალიან ცოტაგან არის ეგ და არც მუშაობს დიდად, ანუ ფაქტობრივად ნაფიცი მსაჯული რომ საჯულს სასამართლოს რომ ირჩევ შენ რისკავ იმას რომ ამას ფაქტებთან დაკავშირებით ვეღარ გაასაჩივრებ საერთოდ რასაც მიიჩნევენ და შენ ისიც არის რა მიიჩნიეს დადგენილად რატო ხსენს დამნაშავედ ხო ამას ასაჩივრებ მე მარტო რაღაცა იმის მიმართულებით რომ დავშვ ჩვენთან იყო ეგეთი ამბავი რომ ერთ-ერთი ნაფიცი საჯული იყო პოლიციელი რომ რის უფლებაც არ შეიძლებოდა რა ან პროცედურული დარღვევა მარტო პროცედურაზე დავობ ან რაღაც სამართლის ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებზე, მეტი არაფერზე. და მეორე ის რომ შენ რო გაგამტყუნონ, შენ ვეღარ ასუდეს, ვეღარ გაიგებ, რატო გაგამტყუნეს. მორჩა. ხო და ეგ არის რაღაცა ისეთი, მოკლედ, ნავისი საჯულის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ, რა, რომ შევაჯამოსავთ ამ. აია რა, მაგრამ აქვს ძალიან სერიოზული დრობექები და კარგად დავდივართ რაღაცა ლოჯისტიკურ ამბებზე, პატარა ქვეყანაში რა პრობლემები აქვს, მედიას ამხელა გავლენა აქვს, ფული რამდენი ჯდება და ასე შემდეგ. უბრალოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არის მთლიანად ეგ სასამართლო რეფორმის დასაყრდნობი და ქვაკუთხედი ვერ იქნება. ერთ-ერთი აგურია, ეგეც ჩვენთან მნიშვნელოვანია, აი რამდენიმე მიმართულებით რაც შეუძლია რა, ეხა არის ეს ცენტრალიზებული ვერტიკალის მოშლა, ძალაუფლების დეკონცენტრაცია, მონაწილეობის გაზრდა, ლეგიტიმაციის და მათ შორის ეს აი დემოკრატიული ის მონაწილეობის სიკეთეებიც მოაქვს საბოლოო ჯამში რა ხალხისთვის. ეგ სიკეთეები აქვს და ცხადია, მანდაც საუბრობთ იმაზე, რომ ეს გაფართოება, როდესაც მოხდება, ეტაპობრივად მოხდება, მიყვება გარკვეულწილად მოთხოვნას იმისა თუ როგორი იქნება მათ შორის პასუხისმგებლობა საზოგადოებაში, თუმცა სისტემურად ჩვენ გჭირდება, ანუ ეს სისტემა გჭირდება, რომ აწყო მათ შორის ცენტრალურ თანადოების პირზე მოსამართლეზე, ხო? და მოსამართლეს მიანიჭო, რაც შეიძლება მეტი ერთი რო გჭირდება, ხო, აი ხანდელი ეს იერარქიული სისტემის მოშლა, თვითონ მოსამართლისათვის მეტი პასუხისმგებლობის მიცემა, ოღონდ ეს გარკვეული ანგარიშვალდებულების მექანიზმები და ეს ანგარიშვალდებულებაც გულისხმობს იმას, რომ
მათ შორის ეს სისტემაც ხო, რომელიც გამართულად მუშაობს, ეს აპელაციის სისტემა გულისხმობს იმას, რომ ყოველი ზემდგომი ასწორებს შეცვლების დაგვარად ქვედას შეცდომებს, ხო? და გარკვეულწილად არის ცოცხალი პროცესი, რომელიც აი ამ ყველაფერს უზრუნველყოფს, ხო? და ერთგვარი პროცესია, რომელიც ღია, საჯაროა, რომელიც დაფუძნებული არგუმენტაციაზე და დასაბუთებაზე, როგორც საჯარო პროცესში, ისევე წერილობით და ისევე მთლიანად აი ამ პროცესის მთელ, ასე ვთქვათ, თავზე და საბოლოო ჯამში ეგ აძლევს შესაძლებლობას არა იმისა, რომ რაღაც შეცდომებს არ ჩადიან, არამედ რომ ამ პროცესში რაღაცნაირად შეცდომები სწორდება. ეხა ეს არის სრულად დახურული სისტემა, გაწყვეტილებებს არაც აქვეყნებენ, საჯარო ინფორმაციადაც არ მოგცემენ. თუ აი სასწაული მოხდა და ამათ გადაწყვეტილებები გამოითხოვე, არის სრულად შაბლონური, აბსოლუტურად copy-paste-ით გადანაწილებული, აბსოლუტურად არავითარი დასაბუთება იქიდან არ იკითხება. აი ფორმალისტურად იმის თქმა, რომ აი სტრასბურგს ციტირებთ, მაგალითად რო ნახო როგორ ციტირებენ, ხო? ანუ ამოიღებ გადაწყვეტილებას, ნახავ რომ აბსოლუტურად კონტექსტოდ უშინაარსებს ისეთებსაც ციტირებენ, იგონებენ გადაწყვეტილებას, ხო? აი ადრეულ ეტაპზე ChatGPT-ს დააბრალეს, რომ რაღაც პრეცედენტები მოიგონა უბრალოდ რა, შეთხზა ეს პრეცედენტები და მერე ვინც არ გადაამოწმა, ამაზე პრობლემები შეექმნა. აი დაახლოებით ეს რაღაცებს შრებიან ეს ChatGPT-ც არისო, რეალურად რაც ხდებოდა იყო ევროსაბჭო ანუ რომელიმე სხვა ორგანო ქირავდა ხოლმე კონსულტანტს სასამართლოებისთვის, მაგალითად თბილისის სახალხო სასამართლოს ყავდა ეგეთი სტრასბურგის კონსულტანტი, მარტივად რო ვთქვათ, მოსამართლეები ეუბნებოდნენ, აი ესეთი გაწყვეტილება მინდა დავწერო დამირისერჩი მარტივად რა და ნუ ის რაღაცა ბრიფებს აკეთებდა რა, ხო, ანუ აკეთებდა, ხო? აი ის კი არ იგონებდა ის რაღაცებს მართლა აძლევდა, მაგრამ მე ეს ერთი მოსამართლე ჩაწერდა შაბლონს, მეორე რაღაცა და ეს შაბლონში რაღაცები იცვლებოდა რა, მექანიკურად სიტყვები ეშლებოდა და მე იქიდან რო აკოპირებდა სხვა, ეს რჩებოდა რა და ზოგმა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს სულ საწინააღმდეგოები უწევს ზოგს ფაქტობრივი გარემოები. მოკლედ ეს კიდევ ერთხელ რა ამ მოსამართლეები ხა ვინც ყავს რა, ანუ მათი კეთილს ინდიცირება კი არ მხოლოდ კორუფციული და რაღაცა სხვა პირადი კეთილს ინდიცირების ამბავით, ანუ პრობლემა ცალკე არის და სარგებლაპარაკი კომპეტენცია არის სასტიკად ქვემოთ, რაც ყველა გასაუბრებაზე გამოჩნდა, რაც საჯაროდ გამართულა. იმიტომ რომ ამ ხალხმა აი როგორ შეიძლება უზენაესში ირჩევდე ადამიანს, რომელმაც არ იცის რა არის სისხლის მიმართულებით, თან აუცილებელი მოგერება რა არის და ეს სამი კომპონენტი რისგან შედგება. ანუ მართლა მე ვასწავლე სტუდენტებს ჩემმა იციან როგორ შეიძლება იმან არ იცოდეს რა. ანუ მანდედა ხო გამომდინარეობს ისიც აი წეგანასაც ვამბობთ რა, ის აღიარებას როგორ მოიპოვებს, როცა საჯარო გადის ადამიანი კონკურსზე, უმაღლესი აი მაღაზია ზემოთ აღარაფერი არ არსებობს იურისტისთვის რა თან უზენაესში და არ იცის ისეთი ელემენტარული რამ რაც ისწავლება პირდაპირ მნიშვნელობით პირველ კურსზე, მეორე სემესტრში. შეიძლება პირველ ოქში საერთოდ ეგ საგანი რა. ვერ აიგებ, ამიტომ სანამ ამ მექამდე მივალთ რა ინსტიტუციურ ცვლილებებამდე ნაფიცების გაფართოება ის ბეჭედი რაც ახლა აი მართლა არის ეს შეკრული, ამ ბეჭდით როგორც არის შეკრული ყველა სახის ძალაუფლება, რაც არის სასამართლოში, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი, მოსამართლეს უნდა ქონდეს ყველაფრის უფლება და ეხლა პირიქით არის მოსამართლეები არიან ყველაზე აი პროკურორს ეხლა რომელიც ასევე აბსოლუტურად ვერტიკალური სისტემაა, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე სტაჟიორ პროკურორიდან გენერალურ პროკურორამდე აი ვერტიკალური დაქვემდებარების სისტემაა რა. პროკურორს, რიგით პროკურორს აქვს მეტი ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, ვიდრე რიგით მოსამართლეს. ეგ არ შეიძლება რომ ხდებოდეს. ეგ ბეჭედი უნდა გადავაგდოთ რაღაცნაირად მაუნტ დუმში. აი ეგ რაღაცნაირად არ ვიცი, თავარი კითხვა როგორ. წეგანასაც ვამბობ, სუსუ თავიდან როგორ დავიწყეთ რა, რომ ანუ ეს მერე კი უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რას ვაკეთებს თუ შესაძლებლობა გაჩნდა, შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც მალე იკეტება ხოლმე ძალიან სხვა ქვეყნებშიც და აქაც მალე დაიკეტება. უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და დაუშვათ, აი რომ მომხდარიყო ისე დაუშვათ, რომ აი ამ შემოდგომაზე დაუშვათ მოეგო კოალიციურ რაღაცა, ანუ მოკლედ კარგი მაგალითია. იგებენ, მაგრამ ვერ იგებენ საკონსტიტუციოთი რა ხდება. ეგ არის ანუ
აი ახლა სულ რომ მოიგონ 50%. ოცნებამ ვერ აიღო 50%, მურუსიძეს ვერაფერს ვერ უშვები. ხო, უშვები, უზა. ხო და აი იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ გააქვს და მასე აკეთებ რაღაცა დათქმებს და ასე შემდეგ, კარგია, მაგრამ ისეთ შეიძლება რაღაცების გაკეთება საკანონმდებლო გზით. თავარი არის იცოდე რაზე სცადო ამათი წამოყვანა, ანუ პოლიტიკური ჯგუფების წამოყვანა, იმიტომ რომ როგორც მურუსიძემ გააკეთა ეგ, რა ვიცი, ნაცების მერე კოცებთან, რომ შესთავაზა თავისი სერვისები, რომ აი მე გაგიკეთებ ყველაფერს, რაც შეგიძლია, უბრალოდ თავი დამანები, ყველა გადაწყვეტილება იქნება საშენოდ, ხო? გამანები თავი, შენთვის მე ჩემთვის. აი ბოდიში მე ეგ არ უნდა აცადო. და რაც თავი კოალიციური ამბავი მაგიტო არის ხო, ეგ არ უნდა აცადო. მან არც ერთში, ანუ არც ერთს დავუშვებ, ვიღაცას 15% აქვს, ვიღაცას 20, ვიღაცას 10, ხო? ამ სამს ერთმანეთის ეშინიათ მაგ სეტინგში, რომ არიციან მურუსიძე ვისთან დალაგდება, ხო? ამიტომ სამის ინტერესში, აი თამაშის თეორიის basic პრინციპიდან გამომდინარე, სამის ინტერესში არის, რომ ეგ ბეჭედი აღარ არსებობდეს. ამიტომ აი ეგეთი სიტუაცია არის ის საუკეთესო შესაძლებლობა, როცა აი მაქსიმალური წნეხი უნდა გააკეთო და მოიჭი თუ ვიღაცა კიდე მოვიდა რაღაცა ერთპიროვნული, ერთპარტიული უმრავლესობით, უდიდესი, კიდევ ერთხელ უდიდესი ცდუნება იქნება, რომ უბრალოდ გადმოიბაროს ეს სასამართლო თავიდან ეს ისე კი არ შეიფუთება, რომ აი რაღაცა მურუსის ყველაფერს პატიო ხა, ეგ შეიფუთება კლასიკურად, რომ შიგნიდან ვანგრევთ სისტემას. ეგ არ უნდა აცადო, უნდა მოსთხოვო ძალიან მკაცრად და არის რაღაცები დაწერილი მაგაზე, პირდაპირ დაწერილი რაღაცა გეგმები, პროტოკოლები, ასე შემდეგ, როგორ დაიწყოს ეს კედელსინდისეების შემოწმება, რა სეტინგში როგორ შეიძლება გაკეთდეს და ასე შემდეგ. ეგ უნდა გააკეთებინო, სხვანაირად სასამართლო სისტემას ფიზიკურად არაფერი არ ეშვება. ხო, მეორე უბრალოდ მან აი ეგ პლურალიზმი რაც არის, ხო, თავიდან თითქოს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველას კონდეს შიში იმისა, რომ ვინმე ერთპიროვნულად არ გადაიბაროს და მერე რაღაცნაირად ხელი შეუწყოს მართლა მიუკერძოებელი სასამართლოს შენებობას. უბრალოდ პრობლემა მანდ არის ხოლმე, რომ აი ესეთ პლურალიზმის პირობებშიც მან mindset-ი როგორია, ანუ განწყობა როგორია, რომ შენ თუ მაინც ცდილობს ყველა რომ მაინც ერთპიროვნული ძალაუფლება მოიპოვოს, იმედი აქვს. იმედი აქვს, რომ ახლოს მომავალში თვითონ გახდება დომინანტი. არ თანხმდება რა იმაზე. ანუ ურჩევნია, რომ ის ისევ ხელუხლებლად დატოვოს და მე ადვილად წაიღოს. იმიტომ რომ თვითონ აქვს ისევ დომინანტურად ძალაუფლებაში მოსვლის იმედი. აი ეგ ხდება რა რეალურად აი ესეთ სისტემებს, ესეთ არამყარ პლურალიზმს ეგემართება რა. ანუ პლურალიზმი ორია, ერთი არის, რავი, ესეთი არამყარი უბრალოდ ყველა რომ უცებრო ერთად ყველა რომ სუსტია და ვერავინ დომინანტობას ვერ ახერხებს, მაგრამ ყველას დომინანტურობა უნდა. და მეორე პლურალიზმია, როდესაც შეგუებულები არიან იმას და აღიარებულიც აქვთ ის, რომ მოდი დომინანტი არავინ არ ვიყოთ, ანუ ესეთ სისტემა არ გქონდეს. ვიყოთ საპარლამენტო რესპუბლიკა. ანუ მეტნაკლებად, ანუ რაღაც ძალაუფლების გაზიარებაზე თანხმდებიან, ხო? ესეც მე ძალაუფლების გაზიარების ერთი სქემაა, რომ გარკვეულ ანუ პროფესიულ ჯგუფს ანდობ, მათ შორის ენდობი აქ აღიარების ამბავიც არის, ხო, მეორე მხრივ რო იკითხავ, რომ აი ეს პოლიტიკოსები როგორ უნდა ენდონ იმას, ხო, რა ვიცი, ანუ ვინ აღიარებდა ეხა მურუსიძეს მიუკერძოებელ არბიტრად, ხო, ანუ ვინ აღიარებდა მერაბტურავას ან რაღაცას, როცა იცი, რომ ის ადამიანი, რავი, ანუ რაღაც ადვილად იყიდება რა. ანუ ძალიან ადვილად იყიდი, რომ დაგჭირდეს და არა მურუსიძე და ტურავა თუ რჩება მოქალაქეს რანაირად რა არგუმენტით უნდა აუხსნა რომ რაიმე ტიპის რეფორმა ჩატარდა სასამართლოში სყაპარია ხო და ეგ არის ვერაფერს ვერ მოყვება გვერდით ის ელფი დამავიწყდა სახელი მაგრამ ეგ მაგ სიტუაციაში ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები განსაკუთრებით ისინი ვისაც ნუ სასამართლოზე რაღაც არსებითად გული შესტკივა ხო ანუ ეგეც სიტუაცია სამართლიანობაზე მინიმუმ ხო სამართლიანობაზე და ასე შემდეგ თანასწორობაზე თავისუფლებაზე მაგ დროს მიყვები მაგ პოლიტიკურ ჯგუფს თუ პოლიტიკურ ჯგუფებს ვინც არიან და მაქსიმალურად უჩიჩინებ რომ ის არ გააკეთოს რაც დაღუპავს მას პირველ რიგში გარყნის აბსოლუტურად როგორც ის ბეჭედი და ძალაუფლება ხნის ზოგადად და გააკეთოს ის რის გამოც ხალხმა აირჩია რა ეგ თუ გამოგივიდა ძალიან კარგი მაგრამ მე კიდე სხვა ძალიან ბევრი პრობლემა იქნება მაგ რეფორმას გატარება უნდა და იქ ცალკე უდიდესი და ურთულესი პროცესია რა მაგრამ ეგ თუ არ გამოგივიდა
მაშინ გამოდის, რომ ხელახალწრეზე უნდა წახვიდე და პრინციპში ეგ არის ცოცხალი დემოკრატია, ეგ არის ცოცხალი სახელმწიფო, უბრალოდ არასოდეს არ მთავრდება ბრძოლა იმისთვის, რომ კონდეს უკეთესი სასამართლო. მაგას ვერ შეცვლი. ყოველთვის იარსებებენ ბურუსიძეები, რომლებიც შესთავაზებენ, რომ სასამართლო იყოს მოდიან მოყუჩებული, ხელში იყოს, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან იმას, რომ აგერ დათო რასაც ამბობს, რომ სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და მოსამართლეს უნდა შეეძლოს იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც შეიძლება არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მოეწონოს, მაგრამ სწორია. იმიტომ რომ ეგეთი არის ის კანონი, ეგეთი არის კონსტიტუციის ნება და ეგეთი არის რაღაცა შინაარსი. ძალიან მენიშნა საბა რაც აღნიშნე არის ის, რომ ვთქვათ ეხლა რა შეიძლება გაკეთდეს რა, ანუ როცა ვთქვათ ეს ფანჯარა გაიხსნება, როცა ვთქვათ იგივე 13-14 წელში რაც ფანჯარა იყო და მერე უწევ მოვიდა სისტემა აზზე და ეგრევე ჩაიკეტა, ხო? აი ეხლა რა შეიძლება ამ ჩიჩინის გარდა გაკეთდეს, ვთქვათ პოლიტიკოსებისგან შეიძლება რაიმე ვთქვათ შეთანხმების მიღწევა, წინასწარ თქმა, რაღაცა, არ ვიცი ეს ძალიან ეს არის უკვე ყადაღებული ეს ხელმოწერაც ან რაღაც, მაგრამ აი რა შეიძლება მოქალაქემ რაღაცნაირად გარანტიის სახით რომ მოითხოვოს ამ მოთამაშეებისგან რომ რა გაკეთდეს, ანუ იმის კითხვა მინდა რომ მესმის ვთქვათ საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ გექნა ან თუნდაც მოიგე ვთქვათ ხელისუფლება, მაგრამ აი ამ მოგებისთვისაც პოლიტიკური რაღაცა იმისთვის დაწინაურებისთვისაც ხო არ არის საჭირო რომ მოქალაქეებისთვის მკაფიოდ იყოს ვთქვათ ნათელი იყოს რას შვება რომ აი ეს პოლიტიკური, იმიტომ რომ ამის გარეშე შეიძლება მოგებაც აი ეხა არც ერთ პოლიტიკური ჯგუფი არ დაიწყებს იმის ახსნას, რას გააკეთებს, როგორ გააკეთებს ძეხს რა, მარტივად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ეგ არის ძალიან ესეთი პროცესი რა, არავის არ აინტერესებს მან ჩახედვა იქ როგორ შეიძლება რაღაცა საბჭოს ჯერტი რა არის, მე მაგის გაუქმება ელექტორალური არის ყიდე. ეგ რაც უნდა გააკეთონ. მაგრამ სამართლიანობაზე მოთხოვნა ხო არის კი, ეგ სამართლიანობაზე მოთხოვნა სადაც არის ჩაწერილი, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ სიმბოლურად ეგ ასახავს ამ ქვეყნის გზაგასაყარს. ერთი არის საითაც ახლანდელი ეს ჯგუფი მიგვაქანებს, მეორე არის ევროპული და დასავლური მომავალი, სადაც თუ გვინდა რომ შევიდეთ, ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი და ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მართლა ჩანაწერი სასამართლოს დაკავშირებით რაც გვაქვს, ხო? ეგ არის სასამართლოს რეფორმირებასთან დაკავშირებული, ეგ არის ჩანაწერი 9 ნაბიჯში. ევროკავშირის ეს აგზაო რუკაში, ესე რომ ვთქვათ, თუ გინდათ ევროკავშირის წევრობა, გააკეთეთ ეს. იქ ვეტინგია. ხო, ეგ არის კეთილსინდისეების შემოწმება, ეგ არის ის ნულოვანი ნაბიჯი რაც, ხო? მაგრამ იმას ეგრე არის, მარტო ვეტინგი არ წერია იქ მე ინსტიტუციურ რეფორმებიც ეხლა რაც ვილაპარაკეთ, საბჭოს გაუქმება შემდეგ საჭიროა რა, იმას აი ავტომატურად მოსდევს ვეტინგს. ავტომატურად მოსდევს თუ იგულისხმება თუ წერია პირდაპირ. წერია კიდეც, კი, იმიტომ რომ ორივე ნაწილი საჭიროა რა, პერსონალის რეფორმაც და ინსტიტუციურ რეფორმაც. ამიტომ პოლიტიკური ჯგუფები თუ გეთანხმებიან იმაში, რომ ისინი შეასრულებენ ამ 9 ნაბიჯს, აი მაგალითად უაწერენ ხელს მარტივად რო ვთქვათ რა, იმ 9 ნაბიჯიდან პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს სასამართლო. სასამართლოს რეფორმირებაზე ეგ ნიშნავს უაწერენ ხელს, რომ პერსონალის რეფორმაზე წამოყვებიან, ინსტიტუციურ რეფორმაზე მან არსებობს სხვადასხვანაირი მოდელები, მაგრამ მინიმუმზე მაინც წამოყვებიან და მერე სულ ჯანდაბაზა საუკეთესო მოდელზე რომც შევითანხმო, დავითანხმო და ასე შემდეგ. ნუ ინსტიტუციურად მე რაღაცას მოელოვა. პირველი მთავარი პრობლემა თუ გადაწყდა რა. არა, სულმცირე აი ეს ერთიანი ცენტრალიზებული სქემა და ერთიანი კიბეთმოშალე და ერთიანად თუ არ გაკონტროლდება ესეთი კონვეიერის წესით, ეს უკვე არის და იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ეს სკოლას რო არ აკონტროლებდნენ მართლა, მოსამართლეების სკოლას რო არ აკონტროლებდნენ, რაც ზუსტად ის სისტემას გახსნი, ხო, მათ შორის ახალი, ანუ რაღაცნაირად სადაგზას შეცდები, რომ мотиваციად შეცვალო, ხო? აი მათ შორის ბევრი კარგი იურისტი, რომელიც ეხა უკვე შეიძლება უკვე ამასობაში დაბერდა, აი ამ ცუდი მოსამართლეების პირობებში, შეიძლება ფულიც იშოვა, ისიც, მაგრამ ანუ აი ეს რეალი პროფესიული რეალიზაცია აკლია რა. ანუ ამ ადამიანებს პირადადაც ვეუბნები ბევრს ვისი
ვისთან შეხებაც მაქვს, რომ ხო აი რომ გაჩნდეს ეგ შესაძლებლობა, ხო, შენ მათ გადადგეს ნაბიჯი და აი აღიარების წესით წახვიდე მათ შორის შენზე უკეთესი მოსამართლე ხო ვეღარ იქნება, ხო? შენ ხო იცი რეალურად რა არის გამოსასწორებელი იმ სისტემაში. ანუ როგორი უნდა იყოს კარგი მოსამართლე, რომელსაც შენ პირობითად როგორც ადვოკატი შეიძლება ვერ ეღირსე შენი პროფესიული კარიერის მანძილზე, მაგრამ ეხლა შეგიძლია შექმნა ეგ მაგალითი, ხო? წარმოიდგინე ესეთ შემთხვევაში შენ თუ ხარ პირობითად, რა ვიცი, ამ ადამიანებს რა თქმა უნდა უფრო მეტი ნდობა ექნებათ პოლიტიკოსებისგანაც, ხო? რომელიც იციან, რომ აი წარმოიდგინე, რომ მათი გააქტიურებაც ხო არ არის საჭირო. მათი რა თქმა უნდა, მანამდე ანუ გამოჩენ. ამ ხალხისაც საჭირო იქნება. იმიტომ რომ ბევრი მათგანი გამოთქვამ შეიძლება უკმაყოფილებას კერძოდ მაგრამ საჯაროდ ვერ ხედავს მოქმედების აუცილებლობას და ესეთი ადამიანები არიან პროფესიაში რომელებსაც მათ შორის რესურსებიც გააჩნიათ ახალგაზრდა და კარგი იურისტებზე გავლენაც და ავტორიტეტიც გააჩნიათ იმისათვის რომ აი ეს ერთი პოლიტიკური მოთხოვნის გაჩენასაც შეუწყონ ხელი ისინი უფრო მეტად შეიძლება რომ აღიარებულებიც იყვნენ მათ შორის შეიძლება ეს ხალხი პოლიტიკოსებმა მე თავის არბიტრებადაც აღიაროს იმიტომ რომ რავი ან პროფესიული პატივისცემაც აქვს პიროვნული პატივისცემაც აქვს ავტორიტეტიც აქვს ხო ან ის ავტორიტეტი რომელიც რა ვიცი პირობითად რაღაც ჩინჩალაძეს ვერასოდეს ვერ ექნებოდა ხო რომელიც ოროსანი იურისტი იყო და პროკურორი იმიტომ დააქვეითა ადეიშვილმა პროკურორობიდან იმიტომ რომ რა ვიცი ანუ სისულელებს აკეთებდა ხო მოსამართლეობა იყო დაქვეითება იმიტომ რომ იქ არ გჭირდებოდა რაღაც ზედმეტი რაღაც ხო ანუ უნდა ყოფილიყავი ძალიან მარტივად შემსრულებელი იმის ხელის მომწერი გადაწყვეტილებაზე რომელსაც დაგიწერდნენ და ეს რაღაცები ეს ძვრები ხო შეიძლება რომ საბოლოო ჯამში ყველა მხრიდან დაიწყოს და რაღაცნაირი პროცესი შექმნას საბოლოო ჯამში რომელიც ამ სისტემას უკეთესი სისტემისკენ წაიყვანს ეს ყველაფერი ერთად ვერ მოხდება რაღაც უცებ არიქა ერთ წელიწადში ხო ერთ წელიწადში ან 5 წელიწადში ვერ იქნება მაგრამ თავარი არის რომ აი ყველაზე მთავარი აი ის საწამლავი რაც არის ხო ამ სისტემის აი ეს ცენტრალიზებული ინსტიტუციურად ძალიან ბევრი რამე რაც სისტემა ანუ სწორი მიმართულებით სვლას თავიდანვე კლავს არის ეს აი მაგალითად ეხანდელ სისტემაში ეხა სისტემა როგორც არის მოწყობილი ყველა ადამიანი ნებისმიერი რო დასვა აი ხო ვაკრიტიკებთ ეხა წარმოიდგინე აი მე და საბა ვაკრიტიკებთ ამ სისტემას ხო წარმოიდგინე რომ ეხა გვითხრეს რომ ანუ რა ვიცი ანუ შენ იყავი მურუსიძე და ჩინჩალაძე ანუ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება რაღაცა ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები ნიშნულად განსხვავდებოდეს იმათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებისგან იქ შეცდომების რისკიც მაღალი იქნება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკიც მაღალი იქნება, ჩაფლავების რისკიც მაღალი იქნება და გარყვნის რისკიც მაღალი იქნება. მე შემიძლია 100%-ით ვთქვა, რომ აი ეხანდელ სისტემაში, ეხანდელი ძალაუფლებით მაგ სისტემის სათავეში თუ დამსვავენ და არ მომცემენ შესაძლებლობას. თავარი გამოწვევა. ანუ ისევ გარედან პროკურატურა თუ შიგნიდან თავის სისტემა რასაც მოუწევს, აი დათო რო გახდეს ახლა მურუსიძის ადგილას რა, ანუ თუნდაც არაფორმალური გავლენებითაც. მაგ შემთხვევაში დათოს თხოვ რომ შენ დაარეფორმოს ის ხო, რა ქვია, სასამართლო. გამოდის რომ დათოს შენ ეუბნები რომ შენ გაქვს აქ შეუზღუდავი პერსონალური ავტორიტეტი შეუზღუდავი ძალაუფლება შენზეა ჩამოკიდებული შენ გარეშე ესენი ვერაფერს ვერ გააკეთებენ შენ ხარ მთელი ამ ოპერაციის მოკლედ სული და გული და შენ ადექი და დაჩეხე და გაეცი შენი ძალაუფლებები და მთლად გაიუქმე მოკლედ შენი თავი ანუ ეს ბეჭედის მოძრობა იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა დათოსთვისაც კი ანუ ვინც არ უნდა ყველაზე კარგი ადამიანი რო იყოს მაგის გაკეთება მაგისთვისაც შეუძლებელი იქნება ამიტომ გჭირდება გარედან ვიღაცა
ამ შემთხვევაში ქართული ხალხის არჩევანის თუ რაღაცა ტიპის ან პოლიტიკური კონსენსუსის სახით, რომელიც ადგება და იტყვის, რომ ზოგადად ეს ბეჭდის არსებობა არის არასწორი და ეს ბეჭედი დაიჩეხება. არა, ანუ სისტემურად უნდა იყოს განსხვავებული. შეიძლება, ხო? უცხოეთში არა, ოღონდ. ეგ მაბრაზის ხოლმე რა. აი მეც არ მომწონს. ჩვენს პროფესიაში არიან კარგი პროფესიონალები, კეთილსინდისფერი ადამიანები. აი, მართლა ბიბლიაში რო არის რა, 10 პატიოსან ადამიანს რო ეძებდა, ხო, ის ანგელოზი ხა 10 პატიოსანი იურისტი იქნება თუ რაღაცა, უზენაიაში პლუს საკონსტიტუციაში რამდენიც გვჭირდება, ხო? მაგრამ პატიოსანი იურისტი თუ ვერ მოუძებნეთ ქვეყანაში, ხო, დავიხუროთ ხუთი და გავუქმნეთ მართლა რას ვეძებთ რა, ყავს, მაგაზე ბევრად მეტიც ყავს. უბრალოდ რატო არ ჩანს? განსჯის კეთილსინდისფერება სხვისას, მაგისთვის გვჭირდება ეს? რატო არ ჩანს რა? აი ეხა მაგალითად სკოლაზე რატო ვამბობთ ამ დროს რა ეს სკოლა რა არის იუსტიციის სკოლა არის ესეთი სადაც მოკლედ უნდა გადადო ყველაფერი შენი პროფესიული ვალდებულებები რაღაცა შემოსავალი არ უნდა გქონდეს ერთი წელი უნდა იარო ამ სკოლაში მოკლედ სხვა არაფერი არ უნდა აკეთო ამის მსმენელი უნდა იყოს და უნდა იყო და მე ან დაგნიშნავენ ან არა და რა თქმა უნდა ეხლა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ის 9 პატიოსანი კაცი რომელიც წყვეტს ვინ შევიდეს საერთოდ მოსამართლოს მანტია ვინ მოიხუროს რა თქმა უნდა არავის არ დანიშნავს გარდა იმისა ვისშიც აბსოლუტურად არის დარწმუნებული დღეს საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩვენ არ ყავს საკმარისი მოსამართლეები ნაკლები ყავს ბევრად დაახლოებით 1/13 კიდე არის საჭირო იმაზე რაც ეხლა ყავს რამდენი ყავს 400-იც არ არის მე რა მშობა აქვს ანუ მინიმუმ 1/13 საკმარისია მაგიტომაც არის რომ სასამართლოს ან ჩვენ ეხლა სასამართლოს უყურებთ როგორც ინსტიტუციურ ამბავს მაგრამ სასამართლო არის სერვისის ამბავიც ხო სადაც მიდიხარ რომ შენ საქმეზე გადაწყვეტილება დროულად და მართლობულად მიიღო ხარისხობრივად სერვისობრივადაც დაბალია მაგის გამო იმიტომ რომ თითოეულ მოსამართლეს ადევს ზემოდან რა ვიცი დღეში 60 საქმე რასაც ვერაუვა კლანს ეგ იმიტომაც აწყობს რომ მე მაგითიც ყავთ ყურები დაჭერილი რაღაცა თუ არ მოეწონებათ ეს საქმეებს გვიან განიხილავდიო ეტყვიან და მაკფორმალურ საფუძვლით დასწრიან რა და ანუ კონტროლის მექანიზმია ერთი ინდივიდუალურად მოსამართლეების და მეორე ეგ კონტროლის მექანიზმია რომ ცოტა ანუ თითო შეყავთ თუნდაც ეს ყოფილი თანაშემწეები და ყოფილი სხდომის მდივნები რა, იმიტომ რომ აბსოლუტურად იყვნენ დარწმუნებული და მეტიც მაინც მაგის მიხედვით ორი ადამიანები არ აწერენ აბსოლუტურ რაღაცა თავხედობას და უნამუსობას ხელს რა, გვაქვს ეგეთ შემთხვევები და მე იმათ უშვებენ ხოლმე ისევ რა. ამიტომ არის ეს უდიდესი ძაბრი გაკეთებული აქ და ეხლა ამ ადამიანებს ვინც იქნებიან ძალიან კარგი მოსამართლეები რა როგორ შეიძლება ვინ გადადებს თავის ერთ წელს ცხოვრების, როცა იცის რომ არ დანიშნავენ არასოდეს. როგორც კი ეგ შესაძლებლობა გახდება ოდნავ მაინც შესაძლებელი, ხო, რეალისტური ეგ ადამიანები გამოჩნდებიან დარწმუნებული ვარ და ჩვენ ვნახავთ სხვანაირი გასაუბრებები იქნება. უბრალოდ ჯერ ძაბრი უნდა დაამსხვრიო. არ გჭირდება, ხო? მთლიანად არ გჭირდება. ანუ შეგიძლია რომ აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა აწყოს, სადაც შეგიძლია რომ მათ შორის ეგ აღიარების ფილტრიც და ყველაფერი სხვანაირად იყოს. და გადანაწილება ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ეხლა ვთქვი რომ ნებისმიერი წესიერებისა და კომპეტენციის ადამიანი ვერაფერს იზამს, ესე სრულად ცენტრალიზებული ძალაუფლების შემთხვევაში. მაშინ, როდესაც გაცილებით ეფექტური შეიძლება იყოს, თუ ექნება შეზღუდული ძალაუფლება, მაგრამ არ ექნება შეზღუდული, ხო? მაგალითად და არ იქნება ანუ პირობითად ეხა რაღაც ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება თავისი ფუნქცია, უზენაეს სასამართლოს ექნება თავისი ფუნქცია და უზენაეს სასამართლოში ვინ მიდის, რაღაცა ვიწრო ჯგუფი არ განსაზღვრავს მაგ კარიერას და შეუძლია რომ ქვემდგომი სასამართლოების შეცდომები მართლა ასწოროს. ოღონდ ასწოროს მხოლოდ სამართლებრივი შეცდომები. და იმის უფროსი კი არ იყოს, ანუ ის კი არ კონდეს, რომ ის ქვემოდან ან პირველ ინსტანციის მოსამართლე უზენაეში ავა თუ არა, ამას ვერ წყვეტს, მაგრამ შეუძლია დიდ ძალაუფლება აქვს შეზღუდულ ფარგლებში, რომ მისი სამართლებრივი შეცდომები გაასწოროს. მაშინ, როდესაც მის დაწინაურებას აპელაციო სასამართლოში აბსოლუტურად სხვა ვიღაცა წყვეტს. და ეს ძალაუფლებები არის გადანაწილებული და ეს აძლევს მათ შორის შესაძლებლობას იმისა, რომ ერთმანეთი გააკონტროლონ, ხო? ეს ქმნის საბოლოო ჯამში შიგნით ჯანსაღ, ასე ვთქვათ, ინსტიტუციურ გარემოსაც, კონკურენციასაც, ცოდნასაც, იმიტომ რომ ეს ცოდნის შექმნის პროცესიც არის, ხო? მუდმივად,
რაღაცები იქმნება, რაღაცები ყალიბდება აი ამ პროცესის განმავლობაში. ასე რომ რეალურად ეგ არის, იმიტომ მაგრამ უბრალოდ აქ ძირითადი საფრთხე რა არის, რომ აი სპორტად გამოყენება ადვილია ხოლმე რა, აი შეფუთვა იმისა, რომ თითქოს რაღაც ძალაუფლებას ანაწევრებ და სინამდვილეში აი ამ რაღაც დეცენტრალიზებული იმის შირმის ქვეშ ქმნი რეალურად ისევ ცენტრალიზებულ სისტემას. და ეგ არის ყველაზე დიდი საფრთხე. ამიტომ გულისხმობ გარკვეულწილად იმას რა. ხო, გარკვეულწილად გჭირდება რაღაცნაირი მართლა აი ეს არა მხოლოდ შინაგანი წესიერება, იმ შინაგანი წესიერების იმედად ვერ იქნები. ანუ მართლა გჭირდება აი ეს რეალური გაზიარება ძალაუფლების საზოგადოებაში იმისათვის რომ არსებობდეს შიგნით მართლა ინტერესები იმისა რომ ძალაუფლების კონცენტრაციის წინააღმდეგ წავიდეს. იმიტომ რომ მუდმივი ბრძოლა ეხლა თუ გადახედავ, ხო? ანუ ყველა თავისუფალ საზოგადოებაში მუდმივად არის მიდრეკილება იმისა, რომ აი ეს რაღაცნაირ ერთიან პირამიდად ჩამოყალიბდეს და მე არის სხვადასხვა ქსელები, რომელიც ამას ეწინააღმდეგებიან, ხო? რომ მისწრაფენ უფრო მეტი დეცენტრალიზაციისკენ. ხო, ეს არის მუდმივი ბრძოლა. რეალურად საზოგადოებებში ეს არის მუდმივი შეჯახების წერტილი. ჩვენ სამწუხაროდ საზოგადოება იკეტება მაშინ, როდესაც აი ეს ერთიანი პირამიდა ყალიბდება, როგორც ჩვენთან ჩამოყალიბდა. ხო, ეს არის იმ ხრწნისა და პობის მანიშნებელი. სადაც ეს ბრძოლა მუდმივია და მუდმივად მიმდინარეობს. ხო, იქ ყველაფერი პირიქით საზოგადოება ჯანსაღიც არის რა. და ჯანსაღია იმდენად, რომ ეს პროექტი რაღაც ერთი ვერტიკალი ვერ აეწყო რა, ანუ იქ შეიძლება ვიღაცამ ცოტა დროებით მეტი ძალაუფლება მოიპოვა, მაგრამ ეს ძალაუფლება სრული ძალაუფლება არ არის და ჩვენი პრობლემა ეგ არის ეხლა, რომ ვებრძვით რაღაცნაირად აი ამ თავკომბალას კონცენტრირებული ძალაუფლების, ხო, იმიტომ რომ ვერ ვხედავთ რა, ანუ რაღაც განსაკუთრებით ეხა ხო ამ წერტილში, იმიტომ რომ აი რა ვიცი, ანუ რაღაც ჩვენ ვახსენებთ ხო, რომ სანამ აქ მოვიდოდით და ეს ძალაუფლების კონცენტრაცია ხდებოდა, იყო რაღაცა ცალკეული ისინი, ხო, წერტილები წინააღმდეგობის საზოგადოების შიგნით, ინსტიტუტებში, იმაში, ვისაც ანუ იყვნენ მაგალითად მოსამართლეები, ვისაც ბიძინა ვერ უბრძანებდა და პირიქით მის აწინააღმდეგო წყვეტილებებს იღებდნენ. და ის პერიოდი, უკეთესი პერიოდი იყო, მაშინ უკეთესი საზოგადოება ვიყავით, თუნდაც ამავე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დომინაციის პირობებში, მაგრამ არა ისეთი სრული პოლიტიკური დომინაციის პირობებში, ხო ხარისხობრივად ხო ხედავთ რამხელა განსხვავებაა. მაშინ, როდესაც მის ძალაუფლება ამხელა კონცენტრაციის არ იყო და მაშინ, როდესაც მისი ძალაუფლება ამხელა კონცენტრაციის არის. ხო, ხედავთ ხარისხობრივად რამხელა განსხვავებაა იმ ტიპის საზოგადოებასა და ეხანდელი ტიპის საზოგადოებას შორის. ხო, ეს არის ყველასთვის ის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეხა ჩვენ რა თქმა უნდა, იმ იდეალს რო აყალიბებთ, ხო, არსად არ ვამბობთ, რომ ეს იდეალი რამენაირად რაღაც ყველგან არის 100%-ით განხორციელებული და რომელიმე საზოგადოება რაღაცნაირად სრულად თავისუფალია, ხო, ეს არა, მაგრამ შეგვიძლია სწორი რა არის ვთქვათ და მივხვდეთ, ხო, მივხვდეთ იმისა, რომ განხორციელებული სხვაგან არ არის, ხო, საერთოდ. ჩვენ ანუ არსებობს, სადაც ეს იდეალი უფრო მეტად არის განხორციელებული, სადაც უფრო ნაკლებად არის განხორციელებული, სადაც უფრო მეტად არის განხორციელებული. უკეთესი ხარისხია ყველაფერს, საზოგადოებას უკეთესი ადამიანებიც უკეთესად გრძნობენ თავს, უკეთესად ცხოვრობენ, უკეთესად რეალიზებულები არიან და რა ვიცი, ანუ ყველა სხვა სტანდარტით, ყველა სხვა ადამიანური სტანდარტით, რომელიც ადამიანებისთვის ღირებულია, ხო, უკეთესად ფასდება, რა ვიცი, შეგვიძლია ვთქვათ, ხო. ერთი ფაქტია, რომ რაც დღეს ხდება, არის, არ ვიცი, ამას ადრე ცირკს რაღაც ფარს ვეძახთი ხოლმე და მეცინებოდა ვთქვათ, აი ბევრმა ეხლა აი ამ პროტესტების ფონზე რომ დაინახა შიგნით უბრალოდ ხო, ყველამ ვიცოდით სასამართლო რა ჩამოყრებული იყო, მაგრამ უბრალოდ შიგნით რომ შეხედეს და კონკრეტული შემთხვევები დაინახეს, რომ უბრალოდ არაფერთან სამართალ წარმოებასთან, ზოგადად რამის განხილვასთან, რაღაცა სინდის ნამუსთან თუნდაც რაღაც კავშირი ქონდა, უბრალოდ აი და შეშლილი სახეებით
გამოდის ადამიანი იქიდან, რომ ხდება, რომ ვის ხელშია საბოლოო ინსტანცია, ვისი იმედით საბოლოოდ უნდა კონდეს, არის რაღაცა ტირანია, პოლიციელი, რაღაცა ჩაგვრის საბოლოოდ, რომ რაღაც იმედი გაქვს, რომ ვიღაცა საქმეს განიხილავს და ამ დროს რაღაც მართლა ისეთი შეიძლება საბჭოთა პერიოდის დროინდელი რაღაც შაბლონებით რო სარგებლობს, მუხლებიც კი არ არის, ხო, შეცვლილი რაღაც ის, რასაც მასიურად იყენებენ აი. კი, კანონი არის შეცვლილი, ადმინისტრაციული სამართალდაროს კოდექსი 184 წელს არის მიღებული. ეგ არის კოდექსი, რომლის საფუძველზეც ახლა 5000 ლარიან ჯერმებს წერენ. კი ბატონო. და აი ამას ვეჭეხებით, ეს არ შეიძლება უბრალოდ ამაზე არ შეიძლება რომელიმე ჭკუატყოფელი ადამიანი, ვის რა პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, აი ამას ნორმალურად ან დასაშვებად თვლიდეს რა. დიდი მადლობა რაღაც დონეზე საინტერესოდ ჩავედით, მაგრამ საკითხი არის ძალიან ფუნდამენტური. მე თვითონ ამ პოდკასტის ფარგლებში რამოდენიმე ესეთ ფუნდამენტურ საკითხზე, რაზეც დაშენებულია მომავალში რა წარმოდგენა შეიძლება გქონდეს სამართლიან სახელმწიფოზე, ვაპირებ, რომ უფრო რაღაც სხვადასხვა სტუმრებს გავესაუბრო, იგივე პოლიტიკოსების აზრი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იყოფა იქ რა, აი იგივე სხვადასხვა პოლიტიკური ისე ვთქვათ 9 პუნქტზე, არა და იგივე ქარტიაში რაც განხორციელდა, ყველა არ ეთანხმება და რაღაცა სხვა გზას ფიქრობს, იგივე არჩევით მოსამართლე, არჩევითობაზე არის რამოდენიმე აქცენტი ნაფიფსაჯულებზე, მოკლედ საინტერესო იქნება, მოკლედ ამ საკითხზე კიდევ გაგრძელება და აუცილებელი არის, რომ თავარი რაც მენიშნა, რა შეიძლება გაკეთდეს და ვთქვათ აი ამაზეც ვისაუბრეთ, მანამდე სანამ იგივე საკონსტიტუციო იქნება თუ ზოგადად უმრავლესობით მოხვალ ხელისუფლებაში, აი მანამდე რა შეიძლება გაკეთდეს. ძალიან დიდი მადლობა. იმედია თქვენ არ შეგაწყინეთ და მაყურებლისთვის იყო საინტერესო თქვენი ხედვები. დიდი მადლობა. მადლობა. საინტერესო